რა პრობლემები არის ხომ წყვილებს შორის. პატივისცემის ნაკლებობა, ღალატი, ტყუილი, საჯარო კრიტიკა, ფლირტი სხვებთან, პირადი სივრცის დარღვევა, ნდობის ნაკლებობა, არასრულფასოვნების განცდა, ნერვიულობა და ეგოიზმი. კი ბატონო, დავიწყოთ. სასიყვარულო ურთიერთობა, იმიტომაც არის ყველაზე კომპლექსური და ყველაზე რთული. ყველა ადამიანი, ყველა სუბიექტი ატარებს იმ კვალს, რა დინამიკაც იყო მის ოჯახში. მან ადგილი აქვს ეჭვიანობას, აგრესიას, ძალადობას. შეუძლებელია ვილაპარაკოთ რომანტიკულ ურთიერთობებზე, რომ ოიდიპოსის საკითხი არ ვახსენოთ. პირველადი ობიექტი რა არის? ყველა ადამიანის ცხოვრებაში მშობლები. არაცნობიერავს, თქვათ, ჩემი პარტნიორი შეიძლება ჩემს ფანტაზმში ანასახიერებდეს დედას. როდესაც მშობელს როგორც სასიყვარულო ობიექტს დაკარგავს, ის შემდეგ ეძებს სხვაში და თუ იქ არ მაქვს გავლილი სეპარაცია, მომაქეს ურთიერთობაში. წყვილმა შეიძლება როლები გადაანაწილონ როგორც თქვათ დედაშვილი, რომელიც კლავს მათ რომანტიკულ ურთიერთობას, ანუ ერთი იყოს მზრუნველი და მეორე იყოს ინფანტილური აბსოლუტურად. ხშირად სიყვარული, რომელიც გიჟური სიყვარულით იწყება, ზუსტად ერთნაირები ვართ, ერთნაირად ვფიქრობთ, უსიტყვოდ გვესმის. ესეთი სიყვარული ხშირად, რომელიც ამხელა სიკიშით, ამხელა აღფრთოვანებით იწყება, ეგეთივე დანარცხება ელის. აწმყო, ყოველთვის აწმყო რა არის. ხშირად აწმყოს განაპირობებს წარსული. დღეს მე რომ რაღაცა ასე და ასე, საიდან, ხო, თუ არა წარსული. და ის წარსული ხანდახან თავის პათოგენურობა მოაქვს დღეს და აწმყოში არ მაძლევს საშუალებას, რომ ბედნიერად ვიბრძნო თავი. მოვიარეს, ყველა დავინახე, შემძულდა, გაუფასურდა, როდის ხდება განკურნება და როდის ხდება გამეორება. გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყარე პოდკასტი. დღეს არის ოთხშაბათი და რა თქმა უნდა ჩვენ ვართ პოდკასტ არეაში. დღეს ვისაუბრებთ ისეთ თემაზე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა და მე ვფიქრობ, არა ყოველთვის პრობლემატურია ჩვენს გარემოცვაში, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. და რატომღაც მოხდა ისე, რომ ამ თემაზე არ მისაუბრია ცოდნის მოყარე პოდკასტში და პირველი ეპიზოდი დაეთმობა და მიეძღვნება ამ თემას. ჩვენ ვსაუბრობთ პარტნიორულ ურთიერთობებზე და ჩემი არაჩვეულებრივი სტუმარი არის ანკო პირველი, ვინც არის ცნობს ანკოს. ანკო არის ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკური მიმართულების ფსიქოთერაპევტი, ჩემი იოგის მეგობარი. მადლობა ანკო, რომ ხარ ჩემთან ერთად. მგონია რომ ძალიან საინტერესო ამბავს ვეხებით. ყველასთვის პრობლემატურს ალბათ, იმიტომ რომ შენ გქონდა ესე ვიწრო ამბავში ამ თემის განხილვა, მოვისმინე, შენ მომეცი ამის უფლება, მოკლედ მოვისმინე და შენ იქვე ამბობდი დასაწყისში, რომ რა პრობლემითაც არ უნდა მოვიდეს ადამიანი ჩემთანო და ზოგადად ფსიქოთერაპიაზე, ფსიქოანალიზზე, ყოველთვის სადღაც მაინც ეს თემა აუცილებლად იჩენს თავს. ხო, ამას ვერაუვლით გვერდს. კი ბატონო. მოდით, ხო და საერთოდ ეს პარტნიორული ურთიერთობები რატომღაც არის სივრცე, ჩემ თავშიც რომ მიფიქრია და დაუკვირვებულად გარემოს, შეიძლება ყველას კარგად გქონდეს საქმე, სადღაც სამსახურში, კარიერაში, ასე ვთქვათ, მაგრამ აი ძალიან კარგად დალაგებული სხვა ცხოვრება, უცებ პარტნიორულ ურთიერთობაში ყველაფერი არის არეული. კი ბატონო. ხო, ესეც ხშირად ხდება. კი ბატონო, მე მაქვს პატარა კვლევის ამონარიდი ამოვიღე, ესე ვთქვათ, შესავლისთვის, რომ ზოგადად რა პრობლემები არის ხომ წყვილებს შორის. აქვე ვიტყვი აუცილებლად მაყურებლისთვის, რომ ეს თემა დღევანდელ დღეს იქნება განხილული ფსიქოანალიზის ჭრილში. და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ წინასწარ ვთქვათ, რომ არ ველოდოთ რაღაც სხვა ტიპის განხილვებს, რაღაც პოპულისტური განხილვები, მოკლედ აქ არ იქნება. ესე იგი, პირველი იყო შეუსაბამობა, ანუ განსხვავებული ღირებულებები, პრიორიტეტები, ინტერესები, ცხოვრების ხედვა. სუსტი სექსუალური ცხოვრება, სექსის ნაკლებობა, დაბალი სიხშირე, ვნების გაქრობა, რუტინა. უგულებელყოფა, ანუ გამოკითხვა იყო ადამიანებს შორის და ესენი დასახელდა. უგულებელყოფა, ანუ დროის დეფიციტი, სინათლის ნაკლებობა, ემოციური დისტანცირება, იგნორირება, ლოიალობის და პატივისცემის ნაკლებობა, ღალატი, ტყუილი, საჯარო კრიტიკა, ფლირტი სხვებთან, პირადი სივრცის დარღვევა, კონტროლი, მობილურის კონტროლი, ეხლა თან სოციალურ მედია რაც გაჩნდა ჩვენ ცხოვრებაში, ეს კონტროლი კიდე სხვა ფორმები და მასშტაბები მიიღო. კი ბატონო, მიტოვების შიში, ინტენსიური ეჭვიანობა, ნდობის ნაკლებობა, არასრულფასოვნების განცდა და პარტნიორის ხასიათი, გაღიზიანება
დაავადობა, კონტროლის დაკარგვა, ნერვიულობა და ეგოიზმი. ეს არის უკვე გამოვლენილი, მაგრამ ჩვენ პოდკასტში როგორც ვიწყებთ ხოლმე, სულ თავიდან, პირველი ჩემი კითხვა იქნება ასეთი, საიდან იწყება ეს ყველაფერი? ანუ ჩვენ ადამიანები საიდან ვიღებთ მაგალითს როგორი ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს წყვილებს შორის. კი ბატონო, დავიწყოთ და ამაზე პასუხის გასაცემას და მით უმეტეს, როდესაც ამას ფსიქოანალიტიკურ ჭრილში ვიხილავთ, შეუძლებელი არის, რომ არ ვთქვათ საიდან თუ არა პირველადი ობიექტებიდან. პირველადი ობიექტი რა არის? ყველა ადამიანის ცხოვრებაში მშობლები. დედა, მამა, ოჯახის წევრები, ფსიქიკურად მნიშვნელოვანი ოჯახის წევრები. ეს შეიძლება ასევე იყოს, რავი, დეიდა, ბიძა, მამიდა, მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც ბავშვის ცხოვრებაში არის დიდ ფსიქიკურ თქვათ ინვესტიციას იძენს. თავი და თავი, სათავე ყველა ადამიანისთვის არის ის ფსიქოდინამიკა, რაც ხდება ოჯახურ სივრცეში. შეუძლებელია ვილაპარაკოთ ურთიერთობებზე, რომანტიკულ ურთიერთობებზე, რომ ოიდიპოსის საკითხი არ ვახსენოთ. ამას ვერაფრით ვერ აუვლით გვერდს, არის ცენტრალური, არის წამყვანი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი მიმართულება მაგალითად საერთოდ უარყოფს ოიდიპოსის კომპლექსს, რომ რაღა დროს ოიდიპოსია და არ არსებობს. ნუ ესე შეხედვა უბრალოდ არის ვერ დაინახო მთელი სიმძაფრე ფსიქიკურ ცხოვრებაში რაც ხდება რომანტიკული და სასიყვარულო ურთიერთობებში. მოდით აი რაღაცა მოკლედ ორი სიტყვით რო ვთქვა, ხო, რა არის ოიდიპოსი, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ კი მითი არის, მაგრამ ეს მითი არ არის არსაიდან მოტანილი და ფროიდი იყო, ვინც ოიდიპოსის კომპლექსი დააყენა, მისი ცენტრალური მნიშვნელობა მიანიჭა ოიდიპოსის კომპლექსს. რა არის? პირველადი სასიყვარულო ურთიერთობები. ბიჭისთვისაც და გოგოსთვისაც პირველი სიყვარული არის მშობელი. ხომ? აი მარტივად რო ვთქვათ და აი გასაგებად რო ვთქვათ, ალბათ ვისაც შვილი ყოლია, ან ბავშვისგან შეიძლება მეგობრის, ნათესავის ბავშვისგან, აი შეიძლება 4 წლის ბავშვი პირობითად იძახის, რომ აი დედა რო გავიზრდები, შენ უნდა მოგიყვანო ცოლად. აი საიდან იძახის, ხო? ხშირი არის. გოგომ შეიძლება თქვას, ხო, რაღაცა მამაზე, რომ აი მე შენ გამოყვები ცოლად, შენგან გავაჩენ ბავშვს. ეს ვისაც კი შვილი ყოლია, შეუძლებელია ამას არ შეხვედრო და რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ინფანტილური სექსუალობა არსებობს. ესეც ფროიდმა დააყენა რეალურად. შუქი მიანათა ამ მხარეს და მან თქვა, რომ კი, ბავშვი პატარაა, რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული ფორმით, რაზეა საუბარი, მაგრამ ეს სიყვარული პირველადი მზრუნველის მიმართ, თქვათ, თუ ეს ჰეტეროსექსუალობაზე გვაქვს საუბარი, ეს არის გოგო მამის მიმართ, ბიჭი დედის მიმართ, ხო, რომელიც მერე მშობლის სქესს ირჩევს სიყვარულის ობიექტად. ეს შეიძლება ვთქვათ, ხო, ანუ სხვადასხვა ვარიაციები შეიძლება იყოს. და რა არის ოიდიპოსის კომპლექსი? ხო, რატო არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ოიდიპოსის კომპლექსი ეხება აკრძალვას. რის აკრძალვას? ინცესტის აკრძალვას. ინცესტი არსებობს, ამას ჩვენ ვერ ვუარყოფთ და ოიდიპოსის კომპლექსის გადალახვა თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ეს აკრძალვა ფსიქიკამ მიიღო, რომ ინცესტუალური ურთიერთობა არ შეიძლება. ეს არის ფუნდამენტური კაცობრიობის აკრძალვა. თუ ოიდიპოსის გადალახვა ვერ ხდება შესაბამისად, ხომ? აქ უკვე შეიძლება ოიდიპოსის გადალახვა ვერ გადალახვა ასტრუქტურირებს ფსიქიკას. ანუ შესაბამისად ოიდიპოსის კომპლექსი აყალიბებს მაგალითად პიროვნების ნევროტულ ფსიქიკას, ანუ ჩვენ რო სტრუქტურის მიხედვით მაგალითად ავიღოთ, როგორ გვაქვს ხო ნევროტული სტრუქტურა, ფსიქოტური სტრუქტურა და არის მოსაზღვრე მდგომარეობა, მოსაზღვრე ფსიქიკური სტრუქტურა და არა ვთქვათ ესე როგორც პიროვნული აშლილობა და თუ ვთქვათ ლაკანიანურად შევხედავთ ამას, არის ნევროტული, ფსიქოტური და პერვერსიული და არა მოსაზღვრე. გააჩნია ბევრი ტერმინი. ძალიან ბევრი ტერმინი არის, ხო. აი მაგალითად, როდესაც მაგალითები კარგი იქნება. ხო, აი მაგალითად, როდესაც ვერ ხდება ოიდიპოსი, ანუ ამ აკრძალვის გაშინაგნება ვერ ხდება სუბიექტთან, მან ის რეალურად შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის ფსიქოტური სტრუქტურის მქონე. სამწუხაროდ არსებობს, ხო? უამრავი მაგალითი არის, რომელზეც არ საუბრობენ ხშირად ხმამაღლა, მაგრამ არ არსებობს პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი, რომელსაც
ძალიან ხშირად არ მოусმენია, რომ აი ბავშვობაში ჩემმა ნათესავმა რაღაცა ესე გააკეთა, ისე გააკეთა, ეს შეიძლება სამწუხაროდ მშობლებსაც კი ეხებოდეს და ეს არის ძალიან ხშირი. მოდი ეგ ჩავშალოთ. თუ როგორ ხდება პირველში აკრძალვა? ანუ მშობელი მე ვარ ბავშვი მაგალითად და ჩემს წარმოსა ჩემ ინფანტილური გონებით მე მიყვარს მამაჩემი და ვიძახი რომ მამაჩემს უნდა გავყვე ცოლად. ეს გასაგებია რომ ბავშვია და გასაგებია რომ მოკლედ ამაზე არავინ არ უნდა გაგიჟდეს რა მოკლედ. მამა მიკრძალავს მე და მეუბნება რომ არა შვილო შენ ხარ ჩემი შვილი და რა თქმა უნდა ოღონდ ეს არ ხდება ესე პირდაპირი სიტყვებით ხო ხა ჩვენ ვერ ვეტყვით ხო ხა 4 წლის ბავშვს ესეთი რაღაცა და 3 და 5 წლის ბავშვს რო უთხრა შეუძლებელი არის. აი მაგალითად ლაკანმა რაც შემოიტანა და ოიდიპოსის კომპლექს როგორი მიმართულებაც მისცა და შემდგომ განავითარა ხო არის ეს მამის კანონი და მამის ფუნქცია. როდესაც ნახეთ ბავშვისთვის რეალურად დედა არის სასიყვარულო ობიექტი და ბავშვმა იმისათვის რომ მან გაიშინაგნოს რომ დედა ჩემი არ არის აქეთ მესამე არსებობს მამა და ამ შემთხვევაში მამის ფუნქციაში არ იგულისხმება ყოველთვის რომ მამა იყოს ესე ფიზიკურად მამიკო წარმოდგენილი ხო იმიტომ რომ შეიძლება მაგალითად ქალი ბავშვს ზრდის ქმრის გარეშე არ ყავს ან არ ყავს მარტო ხელა დედა არის ან გადაწყვიტა რო ვთქვათ ანუ ეს არის წესი და კანონი როდესაც თვითონ დედა არ არის ბავშვისთვის მხოლოდ დედა ანუ როდესაც ბავშვი დედისგან იღებს არა ესე სიტყვით გამოუხატავ ქცევის დონეზე, განწყობის დონეზე მესიჯს, რომ მე და დედა ვართ ცალ-ცალკე ორი სუბიექტი, რომ დედა ჩემს გარდა დაკავებულია, შეიძლება ეს იყოს სამსახური, ხო შეიძლება ეს იყოს მისი ინტერესები, როდესაც დედა არ არის ზეწარმოდგენილი ბავშვისთვის, იმიტომ რომ დედებიც არის ხოლმე, ხო, ესეთი რაღაცა შეიძლება ზედმეტი სიყვარულით და ზედმეტი მზრუნველობით ბავშვს არ მისცეს განვითარების საშუალება. რამდენიც რომ მის გახდეს დამოუკიდებელი სუბიექტი, რომ განიცადოს სუბიექტივაცია. აი ამ პროცესებთან გვაქვს საქმე, როდესაც ვთქვათ ოიდიპოს აი სიტყვაზე ამას წინათ მაგალითად ძალიან ესეთი ჩვენს ასოციაციის სტატიაც კი დაიწერა ჩემი კოლეგის მიერ, რომელიც ეხება ბავშვი მშობლების საწოლში. აი მაგალითად, აი ყოფას რო შევეხოთ და უფრო მარტივი გასაგები იყოს. როდესაც მაგალითად დედა და ბავშვი მამას გააძევებენ ოთახიდან და მამას ძინავს ცალკე და დედა და ბავშვი არიან ერთად დიდი ხანი. ხო, ანუ ეს რა თქმა უნდა არ ეხება ოღონდ პირველად პერიოდს, როცა შვილი არის, თუთი კვებაზეა და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც შემდეგ დედა არ უნდა იყოს მხოლოდ დედა. ის უნდა იყოს ასევე ქალი და ბავშვი ამას, აი როგორ ვთქვა, განწყობაში, დინამიკაში, მისი არაცნობიერი ამას პირდაპირ ისრუტავს და გრძნობს. და აი ეს არის ოიდიპოსის მუშაობა. რა თქმა უნდა, ოიდიპოსი 100%-ით ვერ გადაილახება, ანუ აქ არის რაღაცა საკმარისად ისეთი დოზა, რომ აკრძალვა ფსიქიკა მიიღოს და შემდგომ უკვე ის ნაწილები, რაც ბოლომდე ვერ არის გადალახული, რომ დაუბრუნდეთ ახლა ურთიერთობების საკითხს, შემოდის ურთიერთობაში. შემოდის ურთიერთობაში და სინამდვილეში სასიყვარულო ურთიერთობა იმიტომაც არის ყველაზე კომპლექსური და ყველაზე რთული. მან ადგილი აქვს სიყვარულს, რავი, ეჭვიანობას, აგრესიას, ძალადობას, კონკურენციას, ხო, რეალურად რო ავიღოთ, ეგ არის ჩვენ ამბივალენტური ვართ ადამიანები, ანუ არ არის ცალკე ვერ ავიღებთ სიყვარული და სიძულვილი. სიყვარული და სიძულვილი არის ერთი მთლიანობა, გააჩნია, როდის შემოტრიალდება, ხო? რა ეტაპზე რა გამოვლინდება. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი, ანუ საწყისი და ბაზა სასიყვარულო ურთიერთობების არის მშობლები. და თან ამავდროულად ახლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი, ანუ არ უნდა იყოს, ანუ ეგრე მოვდივართ და შეუძლებელია ეს ამოვიღოთ, ხო? და ყველა ადამიანი, ყველა სუბიექტი ატარებს იმ კვალს, რა დინამიკაც იყო მის ოჯახში. რასაც უყურა, როგორ ურთიერთობასაც უყურა მშობლებთან. შეიძლება შემდგომ რომ გაიზრდება და დაიწყებს ადამიანის სასიყვარულო ურთიერთობებს და შევა ამაში, ხომ? შეიძლება მან გაიმეოროს ბევრი რაღაცა მშობლების. შეიძლება იდენტიფიცირდეს რომელიმე მშობელთან და გაიმეოროს ის სცენა, რაც მაგალითად მშობლებს ჰქონდათ. კი. და იმ შემთხვევაში თუ მაგალითად ეს ოიდიპოსის კომპლექსი
უფრო მძლავრად არის გამოხატული და ესეთი ადამიანი ვერ მოხდა მოკლედ როცა თქვა განცალკევება რა. ვერ აღიქვა დედა-დედად, ვერ აღიქვა მამა-მამად და ესეთი ადამიანი შევიდა ურთიერთობაში. რას ვაწყდებით ამ დროს, რა ხდება? როდესაც არ არის სეპარაცია, საკმარისად მომხდარი და როგორც წესი, როდესაც ადამიანი პირველად ეხება სასიყვარულო ურთიერთობას, იქ წარმოდგენილი არის, მანიფესტირებული არის ის პირველადი ურთიერთობების ბევრი მომენტი და ნაკვალევი, ამის გარეშე არ არსებობს. და როდესაც მაგალითად არ არის სეპარაცია, ხო, აი მაგალითად ფროიდი წერდა ქალების შესახებ, რომ არის ისეთი ვარიანტი, რომ ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს, რომ ქალი მამასთან ურთიერთობის რაიმე ასპექტს იმეორებს მაგალითად თავის პარტნიორთან. მაგრამ არა, ყოველთვის ესე არ არის და შეიძლება დედასთან ურთიერთობა იყოს რაღაცა ცენტრი და ბირთვი მისი და თავის პარტნიორის ურთიერთობაში. და შეიძლება ზუსტად ის სეპარაცია, რაც ვერ არის მომხდარი, ან და სეპარაციას, რა თქმა უნდა, სეპარაცია თავის თავში გულისხმობს აგრესიულ კომპონენტებს. რას გულისხმობ აგრესიულს, ხო? სადაც აქვს ადგილი ბრას, რაღაცა ხატის ჩამონგრევას, ხო? და ეს თუ ვერ არის მშობელთან თავის დროზე მომხდარი, აი მაგალითად ჩვენი თაობა, ჩემს თაობაში, მე ვარ 90-იანების თაობა, მოზარდობა, ფსიქიკური მოზარდობა ძალიან ხშირად და შეიძლება ითქვას თითქმის ყველა შემთხვევაში არ ემთხვეოდა იმ ასაკს, რაც მოზარდობის ასაკია, ხო, მაგალითად, რა ვიცი, 18-20 წლამდე. და ამ ფსიქიკური მოზარდობის ასაკს სუბიექტი გადიოდა და ხშირად დღესაც გადიან, ამას შეიძლება იყოს ეს 30, 30 პლუს ასაკი, შეიძლება იყოს 40 წელი. და როდესაც ეს მოზარდობის, რა არის მოზარდობა, ხო? თუ არა მშობლებისგან სეპარაცია, რომ მე გავხდე დამოუკიდებელი ობიექტი. ეს ხდება, იმიტომაც არის მოზარდი, რომ ავლენს აგრესიას მშობლების მიმართ, იმიტომაც არის თინეიჯერობის დროს, რომ მიუჯახუნებს ხვირწინ კარს, მაგალითად, არის კონფლიქტები. ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ თავის დამკვიდრების მცდელობა არის, რომელიც არ არსებობს ამ აგრესიული კომპონენტების გარეშე. ეს მოზარდს სჭირდება იმისათვის, რომ განაცალკეოს თავისი თავი. და მაგალითად, როდესაც ეს სეპარაცია არ არის მის ფსიქიკურ ცხოვრებაში მომხდარი და რაღაცა ეტაპზე დაიწყო და მას გვერდით ყავს პარტნიორი, ეს გადადის იმაზე, შემოდის დინამიკაში და რევს ურთიერთობას. იმიტომ რომ პრაქტიკაში ყველა დამეთანხმება მაგალითად ვისაც აქვს, ხო, ესე ხანგრძლივი თერაპიულ სამუშაოში, მე არ გულისხმობ, როცა ვთქვათ რაღაცა ერთი თვე ან რამოდენიმე ვიზიტი არის, იმიტომ რომ თერაპიული პროცესი თავის თავში გულისხმობს ხანგრძლივობას. ეს ერთი წელიც კი ძალიან ცოტა არის და 1-2 თვე და 3 თვე საერთოდ გამარჯვების თქმა არის, მე რომ მკითხო. ხო და როდესაც ადამიანი იწყებს ამ შინაგანი თავის სურვილის აღმოჩენას, მე რა მინდა, მე როგორი ვარ კითხვების დასმას, არ არსებობს ეს პროცესი, არ აისახოს მის სასიყვარულო ურთიერთობაზე თუ აქვს იმ მომენტში. შეიძლება ეს იყოს პარტნიორი, შეიძლება ეს იყოს ქმარი, შეიძლება ეს იყოს ცოლი, არ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ იჭრება ყოველთვის. ანუ რეალურად თუ არ მოხდა ეს თავის დამკვიდრება და სეპარაცია იმ წლებში, რაც უნდა მოხდეს მშობელთან, მერე შედის ეს ადამიანი ურთიერთობაში და უკვე იქ ამ ადამიანთან თავის თავს ამტკიცებს, ესე ვთქვათ და იძახის, რომ მე ესეთი ვარ და მიმიღე ესეთი თუ აი ეგეც არის, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც და ხშირად არის ესეთი შემთხვევები, როცა პარტნიორზე არის ერთგვარი ტრანსფერი მშობლის. ან ისეთი მნიშვნელოვანი დიდი სხვა ობიექტის ტრანსფერი, ანუ მე ჩემ თავში მაგალითად, ანუ შიგნით მე არაცნობიერავს, თქვათ, ჩემი პარტნიორი შეიძლება იყოს ჩემთვის, ჩემს ფანტაზმში განასახიერებდეს დედას ან მამას და თუ იქ არ მაქვს გავლილი სეპარაცია, ხო? სინამდვილეში მომაქვს ეს ურთიერთობაში და ეს რო ჩავყვეთ არ ეხება იმ კონკრეტულ ადამიანს, მაგრამ სადმე ხო უნდა გამოვიდეს?
სადმე ხო უნდა გადაწყდეს ეს და სამწუხაროდ ამ დროს ხდება ხოლმე შემოჭრა ურთიერთობის დინამიკაში და ირევა. ხო, ალბათ იგივე შეგვიძლია ვთქვათ, ახლა ჩვენ სეპარაციაზე გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ იგივე შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც ბავშვობა პატარაობაში. ეს ამ პატარაობას როცა ვიძახით და ბავშვობას ვიძახით, მნიშვნელოვანია ალბათ ვთქვათ რა ასაკციას, რომელ წლამდე უნდა მოხდეს ეს სწორი სეპარაცია. იცით რა არის რეალურად როგორ არის, რომ სეპარაციის პროცესი იწყება დაბადებიდან. და აი რას ნიშნავს, ხო? აი სიტყვაზე ბავშვი დედის მუცელში არის სრულ შერწყმაში. შერწყმა არის ერთი მთლიანობა არის. ბავშვი რო იბადება, მისი ფსიქიკისთვის და ეს სხვათა შორის გენიალურ ფსიქოანალიტიკოს დონალდ ვინიკოტს აქვს ნაკვლევი რა ხდება ბავშვის ფსიქიკაში ეგეთი ჩვილობის პერიოდში. ბავშვის ფსიქიკაში არ აღიქმება, რომ მე და დედა ვართ ცალცალკე ობიექტები. ცალცალკე პიროვნებები, ანუ არის ერთი დიდი მთლიანობა. ის ნელა-ნელა სწორი განვითარებით გადის ეტაპებს, როდესაც მე შენ არ ხარ, რომ მე ცალკე ვარ, დედა ცალკე არის. აი მაგალითად ერთ-ერთი სეპარაცია, ხო, შეიძლება იყოს ძუძუთი კვების თავის დანებება, შეწყვეტა, ხო, რომელიც რა თქმა უნდა, არ უნდა გაგრძელდეს უსასრულოდ. არის ისეთი შემთხვევები, რა ვიცი, 4 წლამდე შეიძლება ბავშვმა. მაგრამ აი ამბობენ რომ 2 წლამდე არის კარგი მაგალითად და ეს ისე ითვლება? მე ვერ ვიტყოდი რომ 2 წლამდეა კარგი, ალბათ მაქსიმუმ 1 წელი არის, 1 წლამდეც კი პერიოდი. და ამიტომ ვიძახი რომ სეპარაციას, ბევრ სეპარაციებს აქვს ადგილი თავიდანვე, ანუ დაწყებული იქიდან რომ ფიზიკურად ბავშვი გამოეყოფა დედას და დედის მუცლიდან იწყებს ცალკე არსებობას, შემდგომ ბევრი ფსიქიკური სეპარაცია. მაგალითად, სეპარაციის ერთ-ერთი ფორმა რა არის, ხო, რომ დასაწყისში ბავშვი ჭირდება, რომ დედა რა თქმა უნდა დიდი დოზით იყოს წარმოდგენილი, რომ ბოლომდე დაუკმაყოფილოს ყველა მოთხოვნილება, მაგრამ ესეც ხო ვერ გაგრძელდება უსასრულოდ, ხო? ნელ-ნელა მაგალითად ბავშვი ეჩვევა იმას, რომ დედა ცოტა ხანი არ არის. რომ დედა ვთქვათ გავიდა სახლიდან, ან გვერდზე ოთახში არის. ესეც არის სეპარაციის მომენტი და ნაწილი. ამიტომ ეს იწყება, მაგრამ თავის კულმინაციას აღწევს მოზარდობის პერიოდში, მაგრამ ესეც იმ შემთხვევაში, თუ ეს ფსიქიკური მოზარდობის პერიოდი ემთხვევა თინეიჯერობას, ხო, როგორიც არის რაღაცა teen ასაკები. ანუ დაახლოებით ალბათ, აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ 15 წლამდე დამთავრებული უნდა იყოს ეს ყველაფერი, 18 წლამდე. 18-20, აი ძალიან ინდივიდუალური არის, იმიტომ რომ რეალურად ყველას აქვს თავისი ფსიქიკური ტემპი, ხო? შეიძლება მოზარდი 15 წლის ასაკში და 16 წლის ასაკში საერთოდ არ კონდეს დაწყებული ეს სეპარაციის ესეთი რაღაცა ჭუბი სახლში და აგრესიის გამოხატვა და მეერე დაიწყოს 18 წლის ასაკში. ამიტომ ის რაც ფსიქიკას ეხება, შეუძლებელია ჩავსვათ ძალიან კონკრეტულ ჩარჩოებში და რაღაცა ძალიან კონკრეტულ განზომილებებში. საბოლოო ძალიან ინდივიდუალური. კი, უბრალოდ რატო ვიკითხე, იცი? ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებით იყო ეგ და დღემდე ალბათ რაღაც მაინც შემორჩენილია, რომ 18, 17, 19, 20 წლის ასაკში ოჯახდებოდნენ და თხოვდებოდნენ და ცოლი მოყავდათ და ასე შემდეგ და მაგიტომ დავსვი კითხვა, რომ რეალურად თუ მაგ პერიოდშიც კი არის დამთავრებული ის, რომ სეპარაცია უნდა მოხდეს მშობელთან და უკვე შედიხარ რაღაც ურთიერთობაში, სადაც ისიც კი არ დაგიმთავრებია მაგამდე რაც გქონდა, ხო? ნუ ეგ რაც იყო, ეგ იყო, რავი, ერთი დიდი ტრავმატიზმი. ჩემი აზრით რაღაცა ძალადობის ფორმა, რაც რავი კულტურაში იყო და საერთოდაც არ ითვლებოდა ეს რაღაცა პირიქით, ხო? შეიძლება 22 წლის გოგოსთვის ეთქვათ, რომ რავი გვიანია შემთხვევაში გაუთხოვარი ხარ. ხო, კი. არაფრით არ შეიძლება. ხო, მაგიტომ მას ვიკითხე და რეალურად მაგან ძალიან ბევრი პრობლემაა რომ შექმნა უშუალოდ იმ ორ ადამიანში კი არა მთლიანად საზოგადოებაში, მგონია რომ სხვათა შორის, აი, ბევრ თემაზე ვლაპარაკობთ ხოლმე ამ პოდკასტში და აი ესეთ კრიტიკულ საკითხებს რო ვეხებით და ფართო ჭრილში რო ვხედავ სურათს, აი რა შეიძლება და გამოეწვია ის მდგომარეობა, რომ მდგომარეობაში ცხოვრობთ რა, ზოგადად მთლიანი მოსახლეობის ფსიქიკური ფონი რო ავიღოთ რა. კითხები აღარ მაქვს მე უკვე რომ ეხა კი მეცინება, მაგრამ რაღაც მომენტში საერთოდ სასაცილო კი არ არის, ძალიან გულის ძალიან სევდიანი. ძალიან სევდიანი. რომ დავაკვირდეთ ძალიან დიდ სევდასთან გვაქვს საქმე. კი ბატონო. შემდეგი
თემა რაზეც მინდა რომ გადავიდეთ არის რომ სიყვარულის ობიექტის არჩევა. აი გიყვარვარ მაშასა და მე ვარსებობ. აი ესეთი ის მინდა რომ განვიხილოთ რომ ყველა ადამიანს სჭირდება რომ ვიღაცას უყვარდეს და ამ შემთხვევაში სიყვარული რა არის და სურვილი რა არის. თუ შეგვიძლია რომ გავყოთ, აი ჩემთვის არის რომ სიყვარული არის მე შენ ჩემთვის ხარ მნიშვნელოვანი, ან მე შენთვის ვარ მნიშვნელოვანი. სურვილი არის რომ შენ ის ხარ, რაც მე მაკლია. და შენი შევივსებ რა იმას რაც მე მაკლია. ხო, აი ეს ჩემი აზრით, მაგრამ ხო? არა, რა თქმა უნდა. ზუსტადაც ეგრე არის. რეალურად ყველა ადამიანს სჭირდება იყოს სურვილის, სიყვარულის ობიექტი, დაწყებული დაბადებიდან, ხომ? ყველაზე მეტად რაც კი შეიძლება დააკლდეს ბავშვს არის სიყვარული. და არის მასე ზრუნვა. მაგრამ რეალურად რა ხდება, ხო? შობელს კარგავს ფსიქიკური გაგების, თქვათ, როდესაც სიყვარულს და რომანტიკულ ურთიერთობას ეხება, ხო? ოიდიპოსის გავლის მერე ნევროტული სუბიექტი, როდესაც შობელს როგორც სასიყვარულო ობიექტს დაკარგავს, ის შემდეგ ეძებს სხვაში ამას და ეს არის მუდმივი ძებნა და მუდმივი ძიება ვიყოს ხვის მიერ ნაყვარები, ასე ვთქვათ. ვიყოს ხვის სურვილის ობიექტი, ხო? ანუ აი ფრანგული სიტყვა არის reconnaissance, რომელიც ნიშნავს აღიარებას. Naissance არის დაბადება. ანუ აღიარებული ხვის მიერ, როგორც სიყვარულის ობიექტი. ეს არის ფუნდამენტური მოთხოვნილება ყველა ადამიანის და ეს არის ბუნებრივი და ეს არის ნორმალური, ამაში ცუდი არაფერი არ არის. მაგრამ ის რომ მე როგორ შევხვდები ამ ჩემს აღიარებას, ხო? და მე რომ მინდა რომ თქვა ყველაფერი იყოს კარგად და როგორც მე მინდა, რა თქმა უნდა, ესე არ არის ხოლმე და რატო? იმიტომ რომ ორი ადამიანი როდესაც ხვდება ერთმანეთს, ხომ? ორივე თავის ფანტაზმურ სფეროში ფუნქციონირებს, ასე ვთქვათ, რა არის ფანტაზმი? ფანტაზმი არის ის არაცნობიერი სცენარი, არაცნობიერი წარმოდგენა, აღქმა მე საერთოდ როგორი მინდა ვიყო და როგორი იქნება ჩემი პარტნიორი, ხომ? აი ამიტომაც ხდება ხოლმე, აი კარგი მაგალითი არის ის, რომ ორი ადამიანის შეხვედრა სინამდვილეში არის ორი ფანტაზმის შეხვედრა და მაგიტო ხდება, როდესაც აი შემდგომ როცა ვთქვათ რამე მოხდება ისეთი ურთიერთობაში, რაც იქნება რთული და მტკივნეული, არ ვიცნობდი თურმე როგორ ვერ დავინახე რომ ესეთი ყოფილა. ხომ, იმიტომ რომ ადამიანი რომ მეორეს შეხვდება, ის შემოახვევს თავის ფანტაზმს, რომ ეს არის ესეთი, როგორიც მე მინდა რომ იყოს. თავის გონებაშივე, ხო? თავის გონებაშივე და ის აცდება რეალობას. და მერე შეიძლება პოსტფაქტუმ აღმოაჩინოს, რომ ეს ადამიანი არ ყოფილა ვამე თურმე როგორი იყო, თურმე ისეთი, თურმე ასეთი და აქვს ძალიან დიდი მეტგაცრუებას ადგილი. და არ არსებობს ისე ურთიერთობაში შესვლა პარტნიორთან, ურთიერთობის დაწყება მაგის გარეშე, რომ მე ჩემი ფანტაზიებით არ შევიდე, თუ სიტყვა როგორ იყო? ფანტაზმი. ჩემი ფანტაზმით არ შევიდე მასთან ურთიერთობაში, აი არა, მაგრამ ანუ ის რომ ფანტაზმი არსებობს, ეს არის მნიშვნელოვანი და ეს არის ძალიან ადამიანური მომენტი. ფანტაზმი უნდა არსებობდეს ადამიანში, იმიტომ რომ თუ ფანტაზმი არ არსებობს, მე ვეჯახები, აი მაგალითად, ხო, აი ვეჯახები ისეთ რეალობას, რაც არის აუტანელი, ანუ ჩვენ ხო არ ვფიქრობთ მაგალითად ყოველ დღე სიკვდილზე, ხო? არ ვფიქრობთ ყოველ დღე ჩვენს ფუნქციონირებაში იმ ყველაფერზე, რაც ცუდი ხდება და ცუდისმეტი რა ხდება სამწუხაროდ გარშემო, ხომ? არ ვფიქრობთ ყოველ დღე, კი განვიცდით, კი ვთქვათ რაღაცა ემპათია გვაქვს, მაგრამ არ ვფიქრობთ ყოველ დღე ვერ ვართ იმ წარმოდგენაში, რომ სადღაც ომი არის და ადამიანები იტანჯებიან, ხომ?
რაღაცა უფრო დოზირებული რაოდენობით გვეხმარება ჩვენი ფსიქიკა, რომ ბოლომდე არ ჩავერთოთ. ანუ რაღაცა გამაშუალებელი განზომილება არის, ასე ვთქვათ, ფანტაზმი, რაც მეხმარება, რომ შევინარჩუნო ჩემი, როგორ თქვა, ანუ კარგად ყოფნა. და ის რომ ფანტაზმი არსებობს, ეს არის ნორმალური, მაგრამ როდესაც მხოლოდ ურთიერთობა სავსე ხდება, ანუ პროექციებს აქვს ადგილი და რეალურად მეორე ობიექტი ამ შემთხვევაში ხდება მხოლოდ პროექციების ეკრანი და ნაკლებად გვაქვს რეალობასთან საქმე, აი აქ არის პრობლემა. ამიტომ ნაკლები ფანტაზმით შეიძლება ურთიერთობაში შესვლა, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რომ ფანტაზმის მოცემულობა გავაუქმოთ ადამიანში, ესე არ ხდება. ანუ ფაქტობრივად არც ეხლა თან ვსაუბრობდი, ვფიქრობდი ესეთი რაღაცა, რომ მეკითხა და გკითხავ, მაგრამ აი მაგალითად საერთოდ არ არსებობს, ეხლა თან ჩემ თავსაც ვეკითხები მაგას, რომ შედიხარ ურთიერთობაში და იმ ადამიანს აღიქვავს ზუსტად ისეც, უყურებ ზუსტად ისეც, უსმენ ზუსტად ისეც, როგორც ის არის. ის კი არ, ისეთი კი არ არის, ისეთი თვისებები კი არ აქვს, რაც შენ გინდა რომ კონდეს. იმიტომ რომ რაღაც მომენტში ხო გადის რაღაცა წლები, არ ვიცი, შეიძლება თვეები ვიღაცისთვის და აი რაღაც დაინახე რა, აი ზუსტად ისეთი არის, ხო როგორც იყო მართლა. შენი ეს ყველაფერი მოშორდა, შენ რაც გინდოდა და ეხა დაინახე. და თავიდანვე მაგ იმითი რატო ვერ შევდივართ ადამიანები მაგ მოცემულობით, რომ აი მაშინ გიყურებ, ზუსტად ისეთი ხარ, როგორც შენ ხარ. იმიტომ რომ პირველი ურთიერთობები, როგორც წესი, პირველი ურთიერთობა ადამიანს ეხმარება განიცადოს ის დანაკარგი, რაც მის ფსიქიკურ ცხოვრებაში, ანუ პირველადი სასიყვარულო ობიექტის დანაკარგი განიცადოს მაგალითად დღეს აწმყოში რაღაცა ურთიერთობის წყვეტით. ეს რას აკეთებს მერე? უფრო მეტად რეალურად და რეალისტურად შემიძლია დავინახო მეორე ობიექტი და ნაკლებად შემოვახვიო ჩემი წარმოდგენები. და ამიტომ ხშირად არის აი მაგალითად ფროიდი მაგას წერდა, რომ ქალის ცხოვრებაში შეიძლება მისი მეორე ქორწინება უფრო კარგი იყოს. ხო, ანუ ეს ყოველთვის ესე არ არის, რა თქმა უნდა, ხო? ანუ შეიძლება რომ ურთიერთობამ გაიაროს ძალიან ბევრი სირთულე და იგივე ურთიერთობაში გააგრძელოს და გაგრძელდეს კარგად, ისე რომ არ მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ უნდა რაღაცა მორჩეს, რომ ადამიანმა შეძლოს იმ დანაკარგის მიღება, რომელსაც უკვე ქონდა ადგილი, მაგრამ ეს ჩემში არ გაცნობიერებულა აქამდე. აი ეს კარგად აგვიხსენი, მეც წავიკითხე და რას ნიშნავს იმ დანაკარგის აღქმა, რაც უკვე მოხდა, მაგრამ მე ვერ გავიცი, ისე მშობლებთან მივდივართ. ისე მშობლებთან მივდივართ, აი მაგალითად აი შეიძლება ადამიანს კონდეს შიში შფოთვა შევიდეს სასიყვარულო ურთიერთობაში, იმიტომ რომ მეტკინება. ვიქნები მიტოვებული. ეს არის ზუსტად ის მომენტი. აი მაგალითად ვინიკოც აქვს ძალიან კარგად ესეთი კონცეფტი fear of breakdown, ჩამონგრევის შიში. ეს არის ის შიში, რომელსაც უკვე ქონდა ადგილი წარსულში, მაგრამ ეს არის ჩემს არაცნობიერში დარჩენილი. იმიტომ რომელმაც უკვე მატკინა და შიში იმიტომ მაქვს, რომ მე სადღაც ვიცი რომ მატკინა. ვიცი რომ ამ ტკივილს უნდა შევეჯახო, რომ შევიდე ურთიერთობაში. იმიტომ რომ ეს ტკივილი სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არ ეხება სასიყვარულო ობიექტს, იმიტომ რომ ბავშვობაში არის მომხდარი. და ამიტომაც არის ხოლმე რომ აქვს შიში. ამის პრევენცია, რა თქმა უნდა, პრევენცია როგორ, ანუ გავლა, ამისი ფსიქიკური გადამუშავება, ხო? ერთ-ერთი გზა, რა თქმა უნდა, თერაპია არის. როდესაც თერაპია არის დაფუძნებული, ერთ-ერთი ცენტრალური რაც არის ტრანსფერი, ხო? და მაგალითად, როდესაც პიროვნებას არ ყავდა საკმარისად კარგი დედა, რომელიც ასევე ვინიკოტის კონცეფტი არა არის საკმარისად კარგი დედა, რომ დედა ბავშვს უქმნის ყველანაირ პირობას, აძლევს სითბოს, აძლევს სიყვარულს, მაგრამ ასევე აძლევს საშუალებას, რომ მისგან სეპარირდეს, რომ ის იყოს დამოუკიდებელი ინდივიდი. და როდესაც მაგალითად საკმარისად კარგი დედა ვერ იყო, ხო და საკმარისად კარგი დედობა ეს ძალიან რთული რაღაცა არის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა იდეალური დედობა არ არსებობს და ძალიან ადამიანურია რომ ყველა დედამ დაუშვას შეცდომა.
მაგრამ ხა ეს აქ არ მინდა ისე იყოს გაგებული, რომ რაღაცა აბრალებთ ხო, მშობლებს რაღაცებს ეს არ არის მათი ბრალი, მათ როგორც იცოდნენ ისე გააკეთეს. მათ იმ დროს როგორც ეგონათ საუკეთესო და ზრუნვით შეფუთული ხა არ ვიძახი მე ისეთ შემთხვევებზე, როდესაც რაღაცა გამონაკლისები არის, როდესაც დედა მართლა დესტრუქციულია, მაგრამ მშობელი იმას აკეთებს, რაც მთელი გულით მიაჩნია, რომ სწორია, ხო? მაინც საუკეთესო უნდა შვილისთვის. მაინც საუკეთესო უნდა შვილისთვის, ამიტომ ეს არ არის რომ რაღაცა ვთქვათ, ფსიქოლოგია ხელს იშვერს მშობლებისგან, ხო? არაფრით ესე არ უნდა გავიგოთ. ხო და რას ვიძახდი, რომ საკმარისად კარგ დედას მაგალითად ანაცვლებს საკმარისად კარგი ანალიტიკოსი, ვთქვათ, ფსიქოანალიტიკოსი, რომელზეც ტრანსფერი განვითარდება. შეიძლება მაგალითად საკმარისად კარგი დედის როლი რაღაცა ეტაპზე, ხო? შეასრულოს პარტნიორმაც. მაგრამ როდესაც ურთიერთობა დაყვანილი ხდება ესეთ როლებზე, რა თქმა უნდა, ეს ადრე თუ გვიან პრობლემას წარმოშობს და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამის გადალახვა მოახერხოს წყვილმა. შეიძლება ამის გადალახვა, როგორც თქვათ, ერთ-ერთი გზა, ხო, ინდივიდუალური თერაპია, წყვილის თერაპია შეიძლება იყოს და ხო, ხშირად არის ხოლმე ისეთი რაღაცა, რომ შეიძლება წყვილი თერაპიაზე მოდის და მათ მოაქვთ პრობლემად ის, რამაც საერთოდ შეადგინა მათი ურთიერთობა. რის გამოც შეხვდნენ ისინი ერთმანეთს, ვთქვათ, ზუსტად ეგ გახდა მერე პრობლემა, კონფლიქტის და ჩხუბის მიზეზი და მოდის თერაპიაზე იმისთვის, რომ ეგ არ უნდა. არა და ეგ შეიძლება არის ღერძი მათი ურთიერთობის და თუ ვერ მოხდა ამის გადალახვა, ხო, ანუ ხდება ამის გადალახვა, მაგრამ ხშირად შეიძლება ვერ მოხდეს ამის გადალახვა და მორჩეს ურთიერთობა. რეალურად სადღაც ვკითხულობდი, რომ იმზადებოდი, რომ წყვილი როგორ ირჩევს ერთმანეთს, რაღაც არაცნობიერი არჩევანი არის ჩემი შინაგანი სამყაროს აღმოსაჩენად და ვთქვათ იმ კუნჭულებს ჩასახედა თუ იმ ტრამვების განსაკურნებლად, რაც მე გავლილი მაქვს ადრე და ვერ დავამუშავე სიტყვაზე ვთქვათ, ხო? და სრულად დეტერმინირებული არის ჩემი წარსულით, ჩემი აწმყო. ამიტომ არის რეალურად, რომ აწმყო ყოველთვის აწმყო არ არის. ხშირად აწმყოს განაპირობებს წარსული. უმეტეს შემთხვევაში. დღეს მე რომ რაღაცა ასე და ასე, საიდან, ხო, თუ არა წარსული. და ის წარსული ხანდახან თავის პათოგენურობას, თავის ხო, მოაქვს დღეს და აწმყოში არ მაძლევს საშუალებას, რომ ბედნიერად ვიგრძნო თავი. ამიტომ წარსული ხშირად არის აწმყო და საერთოდაც არასწორია, რომ წარსული დაუძახოთ. ხო, გადმოგაქრეს. კი ბატონო. შემდეგი მინდა რომ გადავიდეთ, აი ვიპოვეთ ეს ჩვენი პარტნიორი, მოვირჩიეთ, რომ დაგვამუშავებინოს თუ გააკეთოს თავის საქმე თუ დედა თუ მამა თუ ყველა არ ვიცი, ოჯახის რომელიმე წევრი და შევედი ურთიერთობაში, რომელსაც როგორც დავიკითხე, ქვია ვნებიანი სიყვარულის ბუნება, ხო? აი რაღაცა ეს. რომელიც ყველა შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ რაღაცა ესეთი გიჟურ ვნებას კონდეს, ხო, ადგილი. გააჩნია ყოველთვის. ხო და თან აი ჩვენ სანამ კამერებს ჩავთავდით, საუბრობდით რაღაცა კონკრეტულ ფილმებზე, ერთი ფილმი, რომელიც ვახსენე სადაც არ ვიცი როგორ ქვია რაღაცა ქარიშხლებიო თუ ქარტეხილებიო თუ რაღაც მოკლედ მიხვდება მაყურებელი რაც ბოლო პერიოდის. ხო, აი ეს. და იქ იყო, აი ხო უცებ ამ ნებიანზე გამახსენა, საოცრად ნებიანი სიყვარული ქონდა ამ წყვილს. და ჩვენ ნებიანი სიყვარულის რომანტიზება კულტურაში ზოგადად, ჩვენ მარტო ჩვენ საქართველოს მთელი მსოფლიოს კულტურაში არის ძალიან ისეთი რა. მეც ვიზდებოდი, აი ეს არის სიყვარული, რომ აი გადაირევიან ერთმანეთზე ეს ორი ადამიანი და არიან გადარეულები მოკლედ, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ მთავრდებოდა მაინც და მაინც კარგად და ეხლა გამახსენდა, ცოტა სიტყვა გამაგრძელდება, მაგრამ საინტერესო რაღაცას ვიტყვი. გამოვიდა ასევე რაღაცა სერიალი კენედის შვილს რო გოგო არიცი ეგ The Story of the Kennedy Love რაღაცა ესეთი სერიალია, მოკლედ ამაზეც შეიშალა მთელი მსოფლიო, ხდება ხოლმე რაღაცები ინტერნეტში და აქაც არის ტოტალიტი სიყვარული. დაინახავენ ერთმანეთს, შეიშლებიან ერთმანეთზე, არის ეს ნებიანი სიყვარული, მერე პრობლემები იწყება, აბა და მე ვიღაცი სტატუსი წავიკითხე, ამომიგდო რატომღაც, რომ
მე აი ეგეთი სიყვარული არისო ნამდვილიო, ეგეთი სიყვარული მჭირდებაო მეო და ეს არისო, რაზეცო გავიზარდეო და არ მინდაო ეს რაღაცა, წყნარად იყო სიყვარული, აი ეს ვნებაო და ეს ქარცეცხლი არისო და ეს ატრიალებსო საერთოდო ყველაფერსო რა, ის ადამიანი მე ცუდს არ ვიძახი ამ ადამიანზე, მეც ძალიან დიდი ხანი მეგონა რომ ეგ სიყვარული, ეგ იყო ნამდვილი სიყვარული, მაგრამ საბოლოო ჯამში ხო რას ვიღებ, სად მივდივარ და როგორ მთავრდება ფილმის ისტორიაც არ დამთავრდა მაინც კარგად და მე მგონი ის კენედი და თავისი ცოლიც უბედური შემთხვევით მოკლედ კაცმარიშვილს როგორ დამთავრდებოდა მათი სიყვარული, მაგრამ რას ნიშნავს ეს ვნებიანი სიყვარული და რატომ ითვლება ვთქვათ არასწორსაც ვერ დავარქმევ, მაგრამ არა, ვერ ვიტყვით, რა თქმა უნდა, არასწორი და ეს არის რაღაცა თან ძალიან ადამიანური გამოცდილება, ხო? ეს სწორიც და არასწორიც საერთოდ ვილაპარაკოთ, ჩემი აზრით არასწორია. და ხო, რაღაცა ნორმალური და არანორმალური ისეთი და ესეთი, ამიტომ რომ ყველაფერი არის ძალიან ადამიანური და ჰუმანური გამოცდილება. ხშირად ძალიან სწორად აღნიშნე, რომ სიყვარული, რომელიც აი ეგეთი სიგიჟით, ხო? ანუ აი სიტყვაშიც გიჟური სიყვარული, ხო? აი რაღაცა ესე რომ დავაკვირდეთ. გიჟური სიყვარულით იწყება, ადგილი აქვს ხოლმე ანუ რო ისე რომ ვთქვა, აი ნარცისულ რაღაცა მომენტს, როდესაც აი ზუსტად ჩემი ადამიანია. ზუსტად ერთნაირები ვართ. ზუსტად ერთნაირად ვფიქრობთ. მგონია რომ უსიტყვოდ გვესმის, ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი, რომელსაც ამდენი ხანი ვეძებდი. რეალურად აქაც რა თქმა უნდა მივდივართ იმ პრიმორდიალურ ობიექტთან, რასთან ბოდიში? პირველად ობიექტთან. და ესეთი სიყვარული ხშირად, რომელიც ამხელა სიგიჟით, ამხელა აღფრთოვანებით, ამხელა აღტკინებით იწყება, აი როგორი სიგიჟითაც იწყება და როგორი რაღაცა აღმაფრენითაც იწყება, ეგეთივე დანარცხება ელის ხოლმე. დაღმაფრენა ხშირად, რომელიც შეიძლება დამთავრდეს აი ძალიან მწვავე დესტრუქციით, ერთმანეთის მიმართ აგრესიით, აღარ არსებობს ჩემთვის, ვთქვათ, ხო, აი შურისძიებით, ტკენით, აი ამ ფილმში ზუსტად ეგ არის, ხა ვთქვათ, ამ კუთხით რომ შევხედოთ მხოლოდ და მხოლოდ ფილმს, ხო, ზუსტად ეგ არის, რომ რას უშვება წყვილი ერთმანეთს. ესეთი ფილმი არის კიდე თუ სწორად მახსოვს The Damage აი, აღარ მახსოვს მოკლედ რო არის მას აქვნა. ხო, აი ეს დინამიკა ხშირად ესეთი დანარცხებით ფილმია, მსგავსი სიყვარული. აი მაგალითად ერთ-ერთი ეკრანიზაცია რაც მახსენდება და სადაც პერვერსიული კომპონენტებიც ურევია და ვთქვათ ამაზეც მე შეგვიძლია ორი სიტყვა რას ნიშნავს პერვერსიული არის 9.5 კვირა, ხო? როდესაც ხო და ესეთ დანარცხებას, ესეთ დანაკარგს აქვს ადგილი. ეს ეხება ისეთ და ამ დანაკარგით შეიძლება ხშირად არის, რომ როცა სრულდება ესეთი ურთიერთობა, ადამიანი იძახის ან გავიზარდე და შევიცვალე. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ესეთი მტკივნეული, რაღაცნაირად გავიარე, მაგრამ გავიზარდე. იმიტომ რომ რა რის ხარჯზე ხდება გაზრდა, ხო? ის დანაკარგი, ის ტკივილი მოხდა, ის ტკივილი გავიშინაგნე, გადავამუშავე ფსიქიკურად და ვსეპარირდი საიდან? ისევ და ისევ არაცნობიერად სადღაც დიდი ზღვის ობიექტიდან, მშობლის ფიგურიდან, რომელიც აქ იყო პროეცირებული ამ ურთიერთობაში. და ისე თუ არსებობს რამე პრაქტიკაზე დაკვირვება, რატო შედიან ადამიანები ესეთი გიჟურებნებიანი ურთიერთობით, ხო არსებობს ადამიანები, რომლებიც არ ტემპერამენტზეა ეს თავიდან ბოლომდე თუ ისევ რაღაც მაგალითიდან უყურა ადამიანმა და მეერეა ეს მიაჩნდა სიყვარული თვითონ ესე შევიდა თუ ყველა ადამიანში ხო არ ჩდება ეგეთი ქიმია, რასაც ეძახიან გონების აფეთქება. არსებობს ძალიან ისეთი მშვიდი სიყვარული, მზრუნველი, ანუ როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ, ხო აქ არ არის ეს არ იგულისხმება, რომ ყველა შემთხვევაში არის ესეთი დესტრუქციული, ხო? რავი, შეიძლება წყვილი ურთიერთობის დაწყების დღიდან, რავი, ძალიან ბევრი წელი კარგად იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ
ნახეთ როგორ არის რეალურად ყველა სუბიექტი იქნება ეს ნევროტიკი თუ ფსიქოტიკი თუ თქვათ პერვერსიული ან მოსაზღვრე გააჩნია როგორ ვიტყვით თავის თავში შეიცავს ეროტომანიის მარცვალს. აი აგვიხსენი ეროტომანია. ეროტომანია არის სხვა სიტყვებით რო ვთქვათ სიყვარულის სიგიჟე. როდესაც აი მაგალითად და ფსიქოტური არის ეროტომანია, როდესაც ეროტომანის სუბიექტი ფიქრობს რომ აი სხვას მე ვუყვარ, აი ისე რომ გააკეთა ის რაღაცა მიმიკის თუ ისა ყველაფერს უკავშირებს რომ აი კი ეს არის ნიშანი რომ მე ვუყვარ და რაც უფრო მეტად რა სინამდვილეში ეროტომანიის მეორე მხარე რა არის ძალიან დიდი სევდა და ძალიან დიდი დეფიციტი სიყვარულის და ამის საკომპენსაციოდ ეროტომანი ქმნის ქმნის ეროტომანიას. რეალურად რო შევხედოთ, ხო, ყველა სიმპტომი თავის თავში არის დამცავი. ანუ ყველა სიმპტომი ნიშნავს ერთგვარ განკურნების მცდელობას, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს. აი მაგალითად ფსიქოტიკ სუბიექტთან ჰალუცინაცია და ბოდო არის მისი ფსიქიკისთვის განკურნების მცდელობა სიმპტომის სახით. და საჭირო ხდება, რომ რაღაცა კომპენსაცია მოხდეს. აი ვთქვათ რომ ავიღოთ, ხო? აი ბიპოლარული აშლილობა, რომელიც არის ფსიქოტური თავისი ბუნებით, ხო? მისი ბაზა არის ძალიან მელანქოლიური, ძალიან დეპრესიული და რომ არ შემჭამოს ბოლომდე და რომ არ ხევში რომ არ გადავიჩე, ხო, ამის საპირწონედ ხდება მანიაკალურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ დიდი დოზით აქ სადღაც უნდა თავდაცვა მოხდეს. კი ასეთი პათოლოგიური სიმპტომით, მაგრამ კი ესეც არის ესეთი. თვითონვე ცდილობს განკურნოს. თვითონვე ცდილობს ამითი განკურნოს. ანუ რეალურად ფსიქიკა ესე არის მოწყობილი. ის სიმპტომიც კი შეიძლება იყოს განკურნების მცდელობა. ურთიერთობა შეიძლება იყოს ასეთი, რომელიც მაგალითად ასრულებს ინდივიდის ფსიქიკურ ცხოვრებაში, აი თქვა პროთეზის როლს, როდესაც ურთიერთობა ხდება დამჭერი ფსიქიკური სტრუქტურის და დამცავი, თუნდაც თავისი პათოლოგიური შინაარსით. ხომ? ანუ აი ხშირად შეიძლება გარედან მესამე თვალმა შეხედოს და ურთიერთობა იყოს საშინელება. მაგრამ იმ ორ ადამიანს ეს სჭირდებოდეს. იმიტომ რომ შეიძლება მაგალითად ადგილი კონდეს მაზოხისტურ ტენდენციას და აი ამის ნათელი მაგალითი არის, ხო? რასაც ყველა აკვირდება ალბათ ცხოვრებაში. აი მოდი დავხოთ აი ქალის შემთხვევა, ხო? რომ ქალი შესულია ურთიერთობაში, სადაც სინამდვილეში ძალიან ცუდად გრძნობს თავს. შეიძლება ძალადობენ მასზე, შეიძლება არ აღიარებული, ну მოკლედ, ყველა სახის ძალადობა, ეს იქნება ფსიქოლოგიური თუ ეს იქნება ფიზიკური ძალადობა. მაგრამ ვერ გამოდის აქედან. ძალიან ხშირად ხდება. ვერაფრით ვერ აკეთებს, რომ თავი გამოათრიოს ამ ურთიერთობიდან. რატომ? იმიტომ რომ მასში არის ესეთი მაზოხისტური ფანტაზმი, ტენდენცია, რომელიც შეიძლება სადღაც მისი ფსიქიკის დამჭერიც იყოს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. როგორ შეიძლება ეხა ეგ იყოს ფსიქიკის დამჭერი, აი ვთქვათ, ეგ მაგალითად რომ ბოლომდე ჩავშალოთ. აი რა შეიძლება აი დავშვების დონეზე ვივარაუდოთ უბრალოდ რა თქმა უნდა ეხა ვერ ვილაპარაკებთ კონკრეტულ მაგალითებს რას დაუჭერ აი რას უჭერს ფსიქიკაში ეგ ყველაფერი მაზოხისტური ფანტაზმი სულ პირველად ფროიდმა აღწერა ესეთი ისა აქ რა ქვია ნაცემი ბავშვი ესე ქვია და მან და არის ზუსტად განხილული აი ეს რაღაცა როგორ დგება საერთოდ ანუ ღრმად არაცნობიერად ეს მაზოხისტური ტენდენცია რომელიც არ არსებობს მაზოხიზმის სადიზმის გარეშე ხო ეს არის რეალურად ერთი მონეტის ორი მხარე და შეიძლება ისევ და ისევ გამომდინარე პირველადი ურთიერთობიდან. ეს შეიძლება იყოს მაგალითად იდენტიფიკაცია დედასთან. რომ იმეორებს ზუსტად ისეთ ურთიერთობას, როგორცაც უყურა მშობლების და მან ეს იცის. მისთვის ეს არის
მხოლოდ და მხოლოდ ეს არსებობს და მან არ იცის სხვანაირი როგორია და ის სხვა და განსხვავებული მდგომარეობა არის საშიში. მაგრამ აი თქვა ხდება ეს ქალი რა, რაშიც ცნობიერად. გაყო თავი, ხო? ცნობია, მაგრამ ეგ არაცნობიერი ირთობა და ამ დროს წყოს მუშაობას, ხო? საერთოდ ეგრე არის, რომ რაღაცას როცა ცნობიერად ხვდები, ეს არასოდეს არ არის საკმარისი, რომ მე აქედან გამოვიდე. ანუ გავაცნობიერე მენტალურად არ ნიშნავს სამწუხაროდ. ნეტავ ასე იყოს, ნეტავ ასე ხდებოდეს, რომ მე რაღაცას რომ მენტალურად გავაცნობიერებ და კარგად, რაციონალურად ჩავშლი და თუნდაც მთელ მექანიზმს მივხვდები, ეს იყოს საკმარისი. არა, იმიტომ რომ არაცნობიერი ტენდენციები არსებობს, რომელიც მე ხელს მიშლის, რომ კარგად ვიგრძნო თავი. იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს დანაშაულის გრძნობა ჩართული, ბევრი ასპექტი, ყველაფერი ინდივიდუალურია და ამიტომ ქალი სიტყვაზე რომელიც ხვდება, რომ ცუდად ვარ, ცუდად მეკცევიან, ის შეიძლება მიდის და ყველა თავის მეგობარს ამაზე ელაპარაკება, მაგრამ დაიცლება და ჩვეულებრივად აგრძელებს ამ ურთიერთობას. მანამ სანამ არ მოხდება ჩასვლა უფრო ღრმად, უფრო ღრმა შრეებში, რომ რა არის ეს, საიდან არის, როგორ არის და ეს უკვე არის დროის ამბავი. რომელსაც ესე უცბად რაღაცას მივხვდი, არ ხდება. არ არის ან კრიტიკულ მასას, რასაც ეძახიან, ალბათ მაშინ როცა დაგროვდება ეს კრიტიკული მასა, რომ უკვე პირველი წამოვიდე იმ ადამიანისგან და მაგ დროს გადადგა. და სხვათა შორის, აი, როდესაც ეს სიმწიფე არ არსებობს ნებისმიერი ცვლილებისთვის, ახლა ამასაც რო თავი დავანებოთ, ხო? ნებისმიერ ცვლილებას უნდა ფსიქიკური სიმწიფე. თუ ეს დროზე ადრე ხდება, შეიძლება უარეს მდგომარეობაში ჩავარდე. ანუ მაგალითად ესეთი ურთიერთობიდან შეიძლება ქალი გამოვიდეს, მაგრამ მერე ისეთ დეპრესიაში გადავარდეს, რომ რომელი ჯობს კიდე საკითხავი იყოს. ხო? ამიტომ სიმწიფე არის საჭირო, რომელიც არის ინდივიდუალური. ყველას თავისი ინდივიდუალური ტემპი აქვს. და არასოდეს ეს რაღაცა დაძალება, ფორსირება, რომ აი მოდი ეხა რაღაცა, აი ესე გინდა თუ არა, ან ესექენი ესეა სწორი. ამით სინამდვილეში ადამიანს ვუქმნით უფრო მეტ სირთულეს, რატომ? იმიტომ რომ მეც ვიცი რა არის სწორი, მეც ყველა მეუბნება ესე. ხო, ანუ აი თერაპიაზე მოდიან ადამიანები და იძახიან, რომ ვიცი რომ ამას და ამას ესე ვაკეთებ, ვიცი რომ ესე არ უნდა გავაკეთო, ეს არის სწორი, ეს არ შემიძლია. და ამით უფრო მეტი იმედგაცრუება აქვს ადამიანს საკუთარ თავის თავთან, იმიტომ რომ ვიცი და ვერ ვაკეთებ. და აგერ ვუსმენ ყველას მაგალითად რაღაცა, ხო, რაღაცა ისე, აი მიდი გააკეთე, შეცვალე, გააცნობიერე, ესექენი, ანუ არ მუშაობს, ხო, ზოგ შემთხვევაში მუშაობს, როგორ არა. ზოგ შემთხვევაში რაღაცა ძალიანაც დამხმარეა და კარგი არის ვთქვათ რაღაცა, ხო, ანუ ესეთი კოუჩინგი სიტყვაზე ავიღოთ, ხო? ანუ იმას თავისი დანიშნულება აქვს, მაგრამ ეს არ არის ყველა შემთხვევაში. ეს არ არის რომ მოვარგოთ, ხო? ხანდახან უფრო მეტად ვამძიმებთ ადამიანის მდგომარეობას, როცა ვეუბნებით, რომ აი არა, შენ ეს უნდა შეცვალო. კი, ან აი ადექი ახლა და გააკეთე. შენ ყველაფერი შეგიძლია, ანუ რატომ მეუბნები რომ ყველაფერი შემიძლია, არ შემიძლია ყველაფერი. კი, უარეს უკეთებთ ადამიანს. კი, ხო, ნუ როგორც შენ თქვი, ვიღაცის შემთხვევაში მუშაობს, ვიღაცის შემთხვევაში არ მუშაობს, რა და ეხლა ჩვენ რა წავწერეთ, იქ ძალიან ძიმე შემთხვევა არის, როდესაც ანუ განადგურებული ხარ ალბათ, ბოლომდე მიწასთან დაგდებული ხარ, მაგრამ არ გაქვს ძალა საკუთარ თავში მონახული, რომ აი გადააბიჯო და წამოხვიდე და გააკეთო ის, რაც ცნობიერად იცი, რომ გასაკეთებელი გაქვს რა. ხო, რა თქმა უნდა. ძალიან ძიმე. ერთადერთი აი აქ რაც ვნებიან სიყვარულზე რო ჩავხუროთ, რეალურად თქვათ მე ოჯახში არ მინახავს ეგეთი რაღაცა მშვიდი სიყვარული ქონდათ ჩემ მშობლებს სიტყვაზე ვიძახი რაღაცა ესე, მაგრამ ნუ აი დავინახე ვიღაცა გადავირია და გავაფრინე რა. მაინც ვერ ხვდები ბოლომდე საიდან შეიძლება რომ ეს გაფრენა იყოს, იმიტომ რომ ალბათ ამ ყველა პოპ კულტურიდან გამომდინარე ჩემი ტვინშიც არის დღემდე შეიძლება რომ აი ეგეთი არის რა, თავიდან უნდა გააფრინო, რომ დაინახავ ადამიანს, თავიდან უნდა გააფრინო, ხო? ხო, და კარგია მაგალითად ესეთი გაფრენა თუ ხდება, მანამ სანამ გრძელვადიან ურთიერთობაში შევალთ და სანამ თქვათ წყვილი გადაწყვიტავს, რომ ოჯახი შექმნას და ძალიან ბევრი რამე დაუკავშირონ ერთმანეთს. იმიტომ რომ ხანგრძლივ ურთიერთობაში აღარა აქვს ვიცით ვნებას ადგილი.
მან უკვე სხვანაირ სიყვარულთან გვაქვს, ხო? ანუ საერთოდაც ბნება რაც უფრო მეტად ნარცისული შეხვედრა ხდება, ანუ ორი ადამიანის იდენტობა, რომ აი ეს ჩემი ნაწილი, ხო, მით უფრო მეტი ვნება მოდის. და სინამდვილეში, ხო, და ეს ყველაფერი რაზე დგას, ამ ფანტაზმებზე დგას, ანუ სიყვარული თავისი ბუნებით შეიძლება ვთქვათ, ხო, რაღაცა შეიძლება ეტაპზე ვიღაცისთვის არა ყველა შემთხვევაში არის ძალიან ეგოცენტრული. და რაც უფრო მეტად ჩემს ფანტაზმურ სფეროს მიკმაყოფილებს და პოვებს შეხვედრას ის ობიექტი ჩემს ფანტაზმურ სფეროსთან, მით უფრო მეტად გავაფრენ, ხო. და ამიტომაც ამბობდა ლაკანი ესეთ რაღაცას, რომ სინამდვილეში სიყვარული არის ის, რომ სხვას მისცე ის, რაც არ გაქვს. და არ იყოს ის, რომ ანუ ეს არის ანუ ესეთი კუთხით ეგოცენტრული, რომ ზუსტად ის აქვს, რაც მე მაკლია მაგალითად და რაც მინდა რომ მომცეს. მაგაზე გადავიდეთ აუცილებლად მე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის ეგ. იდეაში გადავიდეთ მაგაზე, რომ ხშირად გამიგია ეგეთი რაღაც, რომ აი მე ვარ მაგალითად ესეთი და ჩემი პარტნიორი არის ამისგან აბსოლუტურად განსხვავებული. მაგალითად ავიღოთ, რომ მე ვარ დამთმობი ესეთი რაღაცნაირი მშვიდი, წყნარი ტიპი და ჩემი პარტნიორი არის პირიქით ბობოქარი, ცოტა ისეთი მთებს გადადგომა და გამიგია, რომ აი ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს და ამიტომ გვაქვს ჰარმონიული ურთიერთობა. რამდენად სწორია ყველაფერი? ძალიან სწორია. კი. იმიტომ რომ აი ეს მან დააქვს ნაკლებ ერთნაირობას ადგილი. და აი ეს შევსება ხშირად ხდება ძალიან დიდი საყრდენი ურთიერთობაში. ანუ ერთი უფრო ბობოქარია, სადღაც სიმშვიდეა საჭირო ამ ერთობაში, ხო, იმიტომ რომ წყვილის ურთიერთობა არის ერთობა. ოღონდ ეს ერთობა აქ არის მნიშვნელოვანი, რომ საერთოდ აი უნებიან სიყვარულზე ერთი წამით რომ დავუბრუნდეთ, ეგ დამავიწყდა მე თქვა, ხო? ყველაზე წამყვანი რა ხდება ხოლმე სურვილი, რომ შევერწყათ ერთმანეთს. ერთნი ვართ. და ეს შერწყმა თავის თავში ხშირად გულისხმობს, რომ ერთი სუბიექტი აღარ არის მანდ. აღარ არსებობს. ხშირად ეს შერწყმა, ხო, ანუ ძალიანაც დეტერმინირებული და კარგად ბრჭყალებში ხდება შერწყმა, მაგრამ ეს შერწყმა გვაბრუნებს ისეთ მდგომარეობასთან, რაც უკვე გაზრდილი ადამიანისთვის, რომელიც უკვე გამოეყო დედას და ცალკე სუბიექტია, ხომ? აღარ არის თავსებადი. ფაქტობრივად მუცელში გაბრუნებს. ფაქტიურად მუცელში ამ შერწყმული მდგომარეობაში გვაბრუნებს, მაგრამ სადღაც შეიძლება ითქვას, რომ ფსიქიკა არაცნობიერი მერე მიილტვის, რომ აღარ ვიყო ესეთ შერწყმულ მდგომარეობაში და მანდ იწყება მერე ყველაფერი რა. ჩვენ ერთნი აღარ ვართ. ჩვენ ერთნი აღარ ვართ. ამიტომ არის, რომ ხანდახან რაც უფრო სხვადასხვა არიან, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ეხლა რაღაც ერთი ალთას მეორე ბალთას ვერ ვიზიარებთ, იმიტომ რომ უნდა არსებობდეს, რა თქმა უნდა, საერთო ფასეულობა, საერთო ღირებულება, რაღაცა უნდა ერთიც არსებობდეს, რომელიც ქმნის ამ კავშირს, მაგრამ ორი ზუსტად ერთნაირი ადამიანის ურთიერთობა ხშირად მთავრდება რაღაცა ძალიან ესეთი სასტიკი კონფლიქტებით. ხო, კი ბატონო. მე ასევე წავიკითხავ ენრი დიქსის ნაშრომი არის, მოკლედ 1967 წლის ნაშრომი არის, რომელიც იყო წყვილების თერაპევტი და ამას აქვს ძალიან საინტერესო რაღაც და ნაბიჯ-ნაბიჯს როგორ გაიარა ეს. ერთობლივი პიროვნება დიქსი მიიჩნევს, რომ ქორწინება არ არის მხოლოდ ორი ინდივიდის თანაცხოვრება, დროთა განმავლობაში წყვილი ქმნის ერთიან ფსიქიკურ სისტემას, ისინი ისე ინაწილებენ თვისებებს, თითქოს ორივე ერთად-ერთი მთლიანი ადამიანი იყოს. როგორ მუშაობს ეს? ნაცვლად იმისა, რომ ორივე პარტნიორი იყოს მეტნაკლებად დაბალანსებული, კონდეს თავისი რაციონალური და ემოციური მხარე, ისინი ქვესნობიერად თანხმდებიან, რომ ერთმა აიღოს ერთი როლი, მეორემ კი მეორე. პროექციული იდენტიფიკაცია, ნაწილების გადაბარება. ეს არის დიქსის თეორიის მთავარი მექანიზმი. პროექციული იდენტიფიკაცია ნიშნავს, რომ მე ჩემს თავში უარყოფ რომელიმე თვისებას, მაგალითად სისუსტეს ან ბრას და მას ჩემს პარტნიორში ვხედავ. შემდეგ კი ისე ვიქცევი, რომ პარტნიორმა მართლაც დაიწყოს ამ თვისების გამოვლენა.
გავლენა. მაგალითად, თუ მე მეშინია საკუთარი უმწეობის, მე მაგას ვაპროექცირებ ჩემს მეუღლეში, მას მუდმივად ვექცევი როგორც სუს და უცველს, ისიც იღებს ამ როლს და ხდება ურთიერთობის მგრძნობიარე სუსტი მხარე. ამ დროს მე ძლიერი რაციონალური ჩანვარ, თუმცა ჩემი ეს ძალა მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ჩემი სისუსტე პარტნიორს გადავაბარე. შინაგანი მთლიანობის დაკარგვა, ეს არის ყველაზე მაღალი ფასი, რასაც წყვილები იხდიან, როდესაც ერთი მხოლოდ ტვინია და მეორე მხოლოდ გული, რაციონალური პარტნიორი კარგავს კავშირს საკუთარ ემოციებთან, ის ხდება მშრალი, ფუნქციური და შინაგანად გამოფიტული, მგრძნობიარე პარტნიორი კარგავს კავშირს ლოგიკასთან, ავტონომიურობასთან და ის ხდება გადამეტებულად ემოციური და დამოკიდებული. ანუ ეს იძახის, რომ იდეაში მე რაც გავიგე აქედან იყო ის, რომ იდეაში მე თუ მოვირგებ როლს, რომ ვარ მშვიდი წყნარი, ჩემს შიგნით, აი ჩემ ემოციურ ბობოქარ მხარეს ჩაგრავ და იმას ვაბარებ ჩემ პარტნიორს, რომ შენ იყავი ეგეთი, იმიტომ რომ მე მშვიდი და წყნარი ვარ. და ამბობს, რომ როდის იწყება, რატომ იწყება კრიზისი. დიქსის მიხედვით, კრიზისი მაშინ დგება, როდესაც ფსიქოლოგიური კონტრაქტი ირღვევა, შეიძლება მოხდეს რამდენიმე მიზეზის. დავიღალო როლისგან რომ გრძნობიარე ვარ და ავამომიარეთ, გარეცვლებები მაგალითად ბავშვის გაჩენა, სამსახურის დაკარგვა და ამ დროს რაციონალური ტიპს უკვე რჩება, რომ სამსახური აღარ მაგდავს, რას ვაკეთებ და ინდივიდუაციის მოთხოვნილება ადამიანის ფსიქიკა ბუნებრივად მიისწრაფის თვლიანობისკენ, ადრე თუ გვიან პარტნიორს ურჩევა სრული დაიბრუნოს ის თვისებები, რაც მეორეს მისცა და ათხოვა. ხო და აი ამიტომ მქონდა ეგ კითხვა რეალურად, რომ რამდენად არის ეგ, რომ მე რაც არ მაქვს იმას აქვს და ჩვენ შევავსებთ ერთმანეთს. იმიტომ რომ რაღაცნაირად მე ამ კაცთან დავსინქრონდი რა, მართლა მგონია რომ არ უნდა მისცე ეს როლი რა, შეიძლება რაღაცა მაგრამ ალბათ ყველაზე სწორი იქნება რაღაცა კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარე რა, აი კონკრეტული საკითხი დადგა და ეხა მე ვარ, თქვათ შვიდი, ეხლა შენ ხარ ბობოქარი. სხვა საკითხი დადგა გავცვალეთ როლები. რაღაცა შეთანხმებულად რომ მე სულ შვიდი ვარ და შენ სულ ბობოქარი ხარ, ალბათ არ იმუშავებს, ხო? არა, და ვერც გაგრძელდება დიდი ხანი ესეთი და კი ამ პროექციულ იდენტიფიკაციებსაც და ასევე პროექციებსაც აქვს ადგილი, როგორც წესი, ხშირად ურთიერთობაში და ზუსტად, როდესაც დგება ინდივიდუაციის საკითხი და მოთხოვნილება და ეს მაგალითად შეიძლება დააყენოს აი წყვილში მაგალითად ერთი დადის თერაპიაზე. ეს აუცილებლად შეიტანს რაღაცა რყევას მათ დინამიკაში. აუცილებლად. არ არსებობს არ შეიტანოს რყევა. და აქ იწყება ზუსტად გაუგებრობა ბევრი. რეალურად ხო, ანუ ადამიანის ფსიქიკა არის კონსტრუირებული შეიძლება ვთქვათ სხვასთან ურთიერთობაში. აი ამიტომ არ არის ხოლმე არ მუშაობს უბრალოდ რომ აი არის ფიქრო სხვა რას ფიქრობს შენზე ხო და აი ეს სხვა მაგალითად წყვილის ურთიერთობაში როგორი სხვის როლის მატარებელია ხშირად არის რომ წყვილმა შეიძლება როლები გადაანაწილონ როგორც ვთქვათ დედაშვილი რომელიც კლავს მათ რომანტიკულ ურთიერთობას ანუ ერთი იყოს მზრუნველი მთელი ოჯახის პასუხისმგებლობა იყოს ამ მზრუნველ ერთ-ერთ ადამიანზე და მეორე იყოს ინფანტილური აბსოლუტურად და არ შეეძლოს თვითონ თავისი წვლილი შეიტანოს, ხო? როგორც წესი ეს შეიძლება ანუ შეიძლება შეთანხმებულათაც კი არაცნობიერად შეთანხმებულად არსებობდეს მანამ სანამ თქვათ ერთ-ერთის ცხოვრებაში რამე ცვლილება არ დაიწყება. თუმცა შეიძლება ეს ცხოვრების ბოლომდეც ასე იყოს, ამას ვერასოდეს ვერ გავიგებთ, ხო? როდესაც ადგილი აქვს მაგალითად ესეთ გადანაწილებას, რომ ერთი არის დედის და მეორე არის ბავშვის როლში, ხო, როგორც წესი, მათი აი რაც ახსენე თავიდან, ხო, რაღაცა თქვა სექსუალურ ურთიერთობაზე ძალიან აისახება. მან ქრება ყველაფერი და ბოლომდე ესეც დინამიკას ვიღებთ. ნუ მანამ სანამ ამის ცვლილება არ მოხდება. და ეს არის არაცნობიერი შეთანხმება, იმიტომ რომ ხო, ერთ შეიძლება მაგალითად რომელსაც მზრუნველის როლი აქვს აღებული, ხო, მასში არსებობდეს გადამრჩენლის ფანტაზმი. რომ აი მე რაღაცა შევცვლი ის და ეს ფანტაზმი აუცილებლად შეხვდება ისეთ ადამიანს, ვისაც სჭირდება გადარჩენა. ან ვისაც სჭირდება ზრუნვა, ვინც არ არის. იმიტომ რომ ეს ფანტაზმი ვერ შეხვდება ისეთს, რომელსაც არ ჭირდება, ხო? იმიტომ რომ უნდა იპოვოს და ეს რაღაცა ფაზლი
ჩაждდეს ერთმანეთთან, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხანი და ესე იცხოვროს წყვილმა და ესეთი დინამიკა ჩამოაყალიბოს ოჯახში და რა თქმა უნდა ეს გავლენას ახდენს შვილებზე და საერთოდაც ყველანაირი დინამიკა ახდენს ახლა შეუძლებელია ხო მის გარეშე მაგრამ შეიძლება ეს შეიცვალოს რაღაც ეტაპზე მაგრამ ყველანაირი ცვლილება როდესაც ერთი ადამიანი იწყებს ხომ შიაკ რყევა ურთიერთობაში, ანუ აი ამ რაღაცა ოჯახის ფსიქიკურ ეკონომიას არღვევს. ის, რაზეც ვთქვათ, აი ვიცით, შეთანხმებულად ესე მოქმედებს და უცბად რაღაცა არღევს. და ამ ცვლილებას ხშირად თან ახლავს წინააღმდეგობა და რეზისტენტობა. რომ არ უნდა რომ ეს ცვლილება იყოს? უნდა, მაგრამ სინამდვილეში ხო არაცნობიერად მას არ უნდა. აი ეს რეზისტენტობა მაგალითად აი როგორ ხდება? ვთქვათ, ნათელი მაგალითია თერაპიაზე მოზარდი მოყავს მშობელს, რომ აი ვთქვათ ამის გამო. მინდა რომ ეს შეიცვალოს. ვთქვათ, აი ბანალურად ავიღოთ, არასაკმარისი თვით შეფასება აქ რაღაცა. რაღაცა დროის მანძილზე ეს მოზარდი, შეიძლება ეს იყოს ბავშვი, იწყებს ცვლილებას. ეს ცვლილება იმ დინამიკას ეხება და არღვევს და ხშირად მშობელმა შეიძლება თერაპიიდან წაიყვანოს არაცნობიერად, რომ ვეღარ ასწრებს, შეიძლება ეგ იყოს მიზეზი ან რაღაცა ისეთი. იმიტომ რომ ის სინამდვილეში, ანუ რის გამოც მოიყვანა და ბავშვი, როდესაც ან მოზარდი არის განკურნების გზაზე, ეგ ვერ აიტანოს არაცნობიერად, იმიტომ რომ იმას არ აწყობს, იმიტომ რომ ესე და ესე არის უკვე. იგივე ხდება მაგალითად შეიძლება აი ვთქვათ ერთი პარტნიორი იყოს დამოკიდებული, ვთქვათ რამე ნივთიერებაზე სიტყვაზე. ის იწყებს ცვლილებას, მაგრამ მეორესთვის თანადამოკიდებულია ეს. არც აწყობს. იმიტომ რომ ეგ იყო, ანუ მას თუ გადამრჩენლის ფანტაზმი აქვს და ის უკვე ნელ-ნელა გადარჩენილი ხდება, მე რა ვაკეთო მაშინ? ხო, როლი იკარგება, და არაცნობიერად ამას ვეწინააღმდეგები. კი. მაგრამ ცნობიერად მინდა რომ კარგად იყოს. ამიტომ უამრავი ესეთი წყალქვეშა დინება არსებობს. ძალიან ბევრი, ეხლა თერაპიაზეც რო თუ ერთი რო შედის დარყევები შეაქო ურთიერთობასო, თითქოს თვალის გახელასავით არის რა და მე თერაპიის მერე მართლა რეალურად იწყებ ყურებას, რომ შენ როგორი ყოფილხარ. ხო, ეგ გაქვს და მაგიტომ მგონია, რომ აუცილებელი რა, ანუ სასურველი არის ერთი ადამიანი წყვილში თუ იწყებს თერაპიას, მეორემაც დაიწყოს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ალბათ დასრულდება ის ურთიერთობა. კი. და რეალურად არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, რომ შეიძლება ვერ გადაამუშავოს წყვილმა და მივიდნენ დაშორებამდე და პირიქით შეიძლება გადალახონ ბევრი რთული მომენტი და მათი ურთიერთობა ბევრად მყარი ვიდრე მანამდე იყო, ბევრად უფრო მეტი პატივისცემით სავსე სიყვარული ზრუნვით გახდეს, როდესაც გადალახავს და გადაიulis წყვილი ესეთ სირთულეს. კი ბატონო. შემდეგი რაზეც და აქ არის ძალიან საინტერესო შენს გამოსვლაში, რასაც ვუსმენდი. მიყვარხარ, რადგან შენში მიყვარს რაღაც შენზე მეტი პატარა ობიექტი, ეს ლაკანის სიტყვები და ძალიან საინტერესო არის ეს პატარა ობიექტი მე როგორც აღვიქვი გეტყვი და მითხარი თუ სწორია, ეს პატარა ობიექტი არის ზუსტად ის, რაც მე მაკლია და რაც მე მინდოდა, ან რაც ჩემ მშობელში იყო და ყველაფერი ეხა ის პატარა ობიექტი შენში დავინახე, ხო? კი. ესეთი რაღაცა არის, ანუ პატარა ობიექტია, რომელიც შეიძლება იყოს აი იმ დაკარგულ დედის მზერას ვეძებს ხვაში. ხო. და შეიძლება შევხვდე ხო რაღაცა მისი მსგავსის მოძებნის მცდელობაში ვარ მთელი ცხოვრება. მაგრამ აი აქ ხო ურთიერთობებში აი ამ და დეფიციტთან თუ დანაკარგთან ამ კუთხით შეგვიძლია მოვიყვანოთ ესეთი შედარება, რომ ხშირად ურთიერთობა არის ტრანზიციული სივრცე. რას ნიშნავს? ტრანზიციული ობიექტი, ესეც არის ვინიგოტის კონცეფტი, როდესაც მაგალითად ბავშვი რაღაცა ეტაპზე, პატარაობაში, აი, ხშირად ხდება ხოლმე, ამოიჩემებს რამე სათამაშოს. აი, რაღაცას, დათუნიას ან რამეს, აი,
შეიძლება ეს არ იყოს სათამაშო და ეს იყოს, რა ვიცი, რამე, ნებისმიერი ისეთი, რომელიც რა არის, ხო? ის გადის პროცესს თავის თავში, როდესაც ხდება სეპარაცია დედასთან. როდესაც დედა ხდება არამე ობიექტი, არასუბიექტური ობიექტი, ანუ რაღაცა ჩემი ნაწილი, არამედ ადგილი აქვს აი ამ განსვლას და მე ვარ მე და მეორე არის მეორე, მაგრამ აი ამ პროცესის შუაგულში არის ის ტრანზიციული ეტაპი და სივრცე, რისი დახმარებითაც ეს ხდება. აი მაგალითად, დედა გავიდა, იმ სათამაშოში ბავშვს აქვს რაღაცა დედის ნაწილი პროეცირებული და თან ყავს. მე აი ამ სათამაშოთი დავიძინებ. დედა არ არის სახში, მაგრამ ამ სათამაშოს ჩაიხუტებს ბავშვი და კბილას დაიძინებს, ხო? აი ეს არის ტრანზიციული ობიექტი და ურთიერთობაშიც, ხო, არს შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობაც ხანდახან გულისხმობს ტრანზიციულ სივრცეს. აი მაგალითად, როდესაც დეფიციტს ქონდა ადგილი, რაღაცა დედასთან ურთიერთობაში, რაღაცა ძალიან მძიმე დანაკლის ქონდა ადგილი, ამ დროს ერთ-ერთმა შეიძლება თავის პარტნიორს მოთხოვოს, რომ იყოს დედა. მთლიანად, რომ მთელი ყურადღება მე დამითმე. რავი, არ იფიქრო ისეთ, არც კი იფიქრო, რაც მე არ ვიცი, ვთქვათ, რაზე ფიქრობ, არ დაგესიზმროს არაფერი, ანუ მთლიანად არის უნთქო და არის ესეთი. მაგრამ ამასთანავე ხდება ხოლმე ამ დროს ხშირია ესეც ურთიერთობაში და ამას ყვება ბევრი ადამიანი თავისი გამოცდილებით, საკუთარი გამოცდილებით, ვთქვათ, სხვის შემხედვარე, რომ ამ დროს რას აკეთებს ერთ-ერთი პარტნიორი არაცნობიერად ტესტავს მის ლიმიტებს. გატესტავს რამდენად, აბა რამდენს გაუძლებს. აბა რა დოზით შეუძლია, რომ ჩემი ატანა შეძლოს. და ესეც არის ის, იმიტომ რომ ბავშვი არაცნობიერად ის რომ რაღაცა აგრესია, ანუ ხო ვთქვით, რომ სეპარაცია აუცილებლად აგრესიასთან არის დაკავშირებული, ხო? და აქაც გადმოდის წყულში ეს დინამიკა, როდესაც ერთ-ერთი ვთქვათ, ცდილობს, რომ აი ამ თავისი რაღაცა ამითი ლიმიტ ქცევით, იმითი ამითი ბოლომდე მოიხმოს მისი ყურადღება, მაგრამ აქვე არის აგრესიული კომპონენტის ჩაქსოვილი. იმიტომ რომ ამავე დროს მე გტესტავ, რამდენს გამიძლებ. და ხშირად არის ხოლმე, ხო, როდესაც ვერ გაუძლებს ის მეორე, ტოვებს, მაგრამ ის იპოვის ახალ ობიექტს, რომელსაც იგივეს გაუკეთებს. მანამ სანამ მისი ფსიქიკა არ გადაამუშავებს იმას, რაც სინამდვილეში არის, რასაც სინამდვილეში ეხება ეს ყველაფერი და ეს შეიძლება იყოს დედასთან ურთიერთობა, ხო? ხო, ანუ ოღონდ ეს ყველაფერი ხდება არაცნობიერად. აუცილებლად. ხო, ეს ადამიანი ისე მოიქცევა, რომ ვერც კი მიხვდება, რომ მაგას აკეთებს. კი. ხო. ხშირად, თუმცა ხანდახან არის ცნობიერადაც, ხანდახან იძახის, რომ აი ვაკეთებ ესეთ რაღაცას, ანუ ისეთ სიტუაციაში ვაგდებ, რომ მკრას ხელი. და რეალურად რა ჭირდება, ხო, ანუ ბავშვს რა ჭირდება, რომ ის იყოს დატეული და კონტეინირებული თავისი ყველაფრით. და აი აქ, როდესაც ეს ურთიერთობაშია გადმოსვლა, მოდი მე შენ განახებ ჩემ ცუდ მხარეს და აქ გავტესტავ, თუ გიყვარვარ, ესეთიც უნდა გიყვარდე. და ეს ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, არ არის ურთიერთობაში ამის ადგილი, იმიტომ რომ ეს არ არის დედაშვილის, ხო? ურთიერთობა, ეს არის ორი თანაბარი, ზრდასრული ადამიანის ურთიერთობა. მაგრამ, თავსდება. ხო. და მოკლედ, ეხა შემდეგი რაზეც უნდა გადავიდეთ, ეს არის ეს ადამიანი მოკლედ შეითხრიშა, როგორც ამბობენ, უყვარს ესე გაგიჟებით, გიждდება, ასე შემდეგ და ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ შენ არ წახვიდე. აი ამ მდგომარეობაში როცა გადადის უკვე, რომ აი ყველაფერს გავაკეთებ. ოღონდ შენ ჩემთან იყავი, მე შენ გარეშე არ შემილია, შენ გარეშე მოვკვდები, შენ გარეშე არავინ ვარ, ასე შემდეგ, რაც ასევე არსებობს და ასევე ხშირი არის, ხო? რა არის ეგ? აი ეს არის რეალურად რაც ეხლა ვილაპარაკეთ სინამდვილეში. ხო. რომ მე მინდა რომ შენ ყველაფერი იყო ჩემთვის. რომელიც არის შეუძლებელი. ვერ იქნება პარტნიორი ერთდროულად შენი დედა, შენი მამა, შენი მეგობარი, შენი კოლეგა, შენი რა ისიც. შეუძლებელი ამის მოთხოვნილება, ამის ტენდენცია კი არსებობს ადამიანებში, რომ ყველა როლი შეასრულოს, მაგრამ ვერა
შეუძლებელი არის. კი, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ხო, ანუ მზად უნდა იყოს ადამიანი, რომ რაღაცა ის, რაც შეიძლება არ მოწონს თავის პარტნიორში, ამაზე ტოლერანტობა კონდეს და არაუშავს თუ რაღაცა ისე არ აქვს, როგორც მე მინდა მქონდეს, იმიტომ რომ რას ნიშნავს მე როგორიც მინდა ისეთი იყოს, ძალიან არ მუშაობს, ეგოცენტრული არის და არა ეთიკურიც არის ყველაფერს რო თავი დავანებოთ, რომ ადამიანს მოუთხოვოთ ყველაფერი. იმიტომ რომ ეს არის, რომ მე მაშინ არ ვაღიარებ ამ ადამიანს, როგორც ჩემგან სხვა ადამიანს და სხვა არასდროს არ ვარ მე და რეალურად უნდა ჩემი ფსიქიკური სიმწიფე მივიდეს იქამდე, რომ მე შევძლო სხვა იყოს სხვა. ხო. და მე მივიღო მისი ცუდიც და კარგიც. იმიტომ შეუძლებელია ხო ყველაფერი მოგწონდეს. ეს არის ზუსტად იმ ფაზაში, როდესაც იდეალური არის ეს პარტნიორი, რომ არაფერი ცუდი მას არ აქვს. როგორც წესი ეს ინგრევა, იმიტომ რომ არ არსებობს იდეალური ადამიანი. არ არსებობს იდეალური მშობელი, არ არსებობს არაფერი იდეალური არ არსებობს. და აი ეს მოთხოვნა რომ აი ოღონდ შენ იყავი ყველაფერი ჩემთვის, ხო? შეიძლება ხშირად იმ მეორე ადამიანს ესეთი დაძალება უფრო მეტად უბიძგებდეს, იმას უჩენდეს აგრესიას, რომ არა, ვერ ავიტან ამას, ვერ დავიტევ ამდენს და უარეს, ანუ რაც უფრო მეტად ესეთი მოთხოვნა არის, ესეთი ძალადობრივი, მეორე ადამიანს უფრო ვაიძულებთ, რომ დისტანცია დაიჭიროს და წავიდეს და დაგტოვოს. კი ბატონო. და აქ იყო წავიკითხე რა პარადოქსივით არის ხო ეხლა შენ რას თქვი რომ რაც უფრო მეტს რაც უფრო მოვერგები მას და რაც უფრო მას როგორიც უნდა მე ისეთი გავხდები, მით უფრო ნაკლებად სასურველი ვარ მისთვის რა. აი გამიგია კიდევაც რომ გუგუნებს ვთქვამთ რომ აი ყველაფერს ვაკეთებ როგორც ის, მაგრამ აი მაინც არა. და რეალურად ხო პარადოქსია, ყველაფერს შენ რასაც გინდა იმას გიკეთებს ესე ვთქვათ, მაგრამ მაინც არ არის სასურველი. რეალურად ეს ხანდახან ზუსტად აი ამ ოიდიპოსის ტრიანგულაციამდე მიდის რა, იმიტომ რომ არის ხოლმე ტენდენცია, რომ ხო, აი ისეთია, როგორიც მინდა იყოს, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მაგრამ რაღაცა არ მომწონს. არ მინდა, რაღაცა სხვისკენ გამერბის თვალი. ჩემთ ეს ეხა არის ესეთი მიღებული ეს ამბობენ ხოლმე. ჩემი ტიპი არ არის, ჩემი not my type რა, ანუ ჩემი ტიპაჟი არ არის, მე არ მომწონს. ყველაფერი იდეალური აქვს. გარეგნობა ის, აი რასაც აფასებენ ადამიანები, ხო ეს ერთი შეხედვით, გარეგნობა, რაღაცა წარმოსადეგობა, განათლება, ჭკუა, შეიძლება შემოსავალი, აი ყველაფერი იდეალური აქვს, მაგრამ მე არ მომწონს. ხო. აი ეგ იმიტომ რომ შეიძლება რატო არ მომწონს, სადღაც არ ჩდება ჩემს ფანტაზმურ სცენარში. კი, ესე ობიექტურად ვიღაცისთვის ისეთი, მაგრამ ჩემს ფანტაზმურ სცენარში არ ჩდება. მაშინ, როდესაც შეიძლება ჩემს სცენარში ჩაჯდეს ისეთი, რომელიც არავის არ მოწონს. ზუსტად. და არის ცუდი და საშინელება. აი აქ მეკითხავ ახლა ესეთ რაღაცას. შესაძლებელია ესეთი რაღაც, რომ მომწონდეთ ისეთი ტიპი, რომელიც აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებულია ჩემი მშობლისგან. და მე ვარქმევდე იმ ტიპს, ჩემ ტიპად, ჩემ ფანტაზმი იყოს ის ტიპი, რომელიც რადიკალურად განსხვავებულია, ამიტომ ჩემ მშობელთან მაქვს ცუდი გამოცდილება მშობლობის თუ შვილობის. კი, ანუ აი მაგალითად ხშირად არის, რომ სიტყვაზე ცუდი გამოცდილება ქონდა რაღაცა ვთქვათ დედასთან ან მამასთან, რომ აი ალკოჰოლიკი იყო, ანუ ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო მაგალითად და ავირჩევ სრულებით საპირისპიროს, რომელიც საერთოდ ერთ წვეთს არ სვავს. რომ ანტი-იდენტიფიკაციას ქონდეს ადგილი. ესეთებიც ხდება. და ეს დესტრუქციაზე ითვლება? ითვლება რა, ანუ დესტრუქცია არის, რომ ანუ დესტრუქცია არა ალბათ, მაგრამ ესეც დეტერმინირებული, ანუ ესეც იმაზეა მიბმული. ანტი თუ პირდაპირ რა მნიშვნელობა აქვს, დიდ როლს თამაშობს და ეს არ არის ჩემი თავისუფალი არჩევანი. ის იმან განსაზღვრა იმან განსაზღვრა და ეს შეიძლება ჩემს ნამდვილ სურვილს არ შეესაბამება, იმიტომ რომ რეალურად მიზანი რა არის, ხომ? აი თერაპიის მიზანიც რა არის, რომ
ადამიანი მივიდეს თავის სურვილამდე, მე რა მინდა. სინამდვილეში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვუარყოთ ყველაფერი გარშემო და ჩამოვანგრიოთ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე სუბიექტურად მე რა მინდა. და არა ის, რომ ჩემი არჩევანი განსაზღვრული იყოს იმ ტრავმატული თუ ამ თუ ნაკლებას თუ იმით თუ ამ რაღაცა ესეთი მოვლენებით. კი ბატონო, გეთანხმები აბსოლუტურად. და აი ხა მოკლედ ვიგრძენით, რომ კარგავთ ამ ადამიანს, არას ვაკეთებთ და აქ მინდა რომ შემოვიყვანოთ კონტროლი, რაც უკვე აღწერე, მაგრამ კარგად ჩავშალოთ რა, იცი სად მინდა რომ მივიდეთ, ეხლასაც ვეძახით და ეს პოპულარული თუ პოპულისტური ენით ტოქსიკურობა, ტოქსიკურ ურთიერთობებს რასაც ეძახიან, აი ეს არ ვარ საკმარისის თემაში მინდა რომ გავიდეთ რა, საიდან მოდის ეს კონტროლი და ტოქსიკურობა, რეალურად ხო საფუძველი რა აქვს მაგას? ამის საფუძველი შეიძლება იყოს ერთ-ერთის რავი personality, ასე ვთქვათ, ანუ იმ გაგებით, რომ აი პოპულისტურ ენაში ხშირად ხმარობენ ხოლმე ნარცისი რაღაცა, ხო? ანუ კი, პოპულისტურ ენაში რეალურად რაც იხმარება, არასოდეს არ არის მოკლებული რეალობას, კი ეგრე არის, მაგრამ მაგას შეიძლება ვთქვათ მარტივად ან უფრო რაღაცა კომპლექსურად შევხედოთ ხოლმე, ხო? ის რაც არის. ხშირად ხდება, აი მაგალითად ესეთ ფრანგი ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი იყო პოლ კლოდ-რაკამიე, რომელმაც შემოიტანა ესეთი ცნება, რაც ურთიერთობებში ვლინდება, ნარცისული პერვერტი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ისეთ ფსიქიკურ წყობას ადამიანის, რომლის ნარცისული მთლიანობა სხვისი ფაქტობრივად განადგურების და ფლობის ხარჯზე უნდა იყოს შენარჩუნებული. მეორე ადამიანის შთანთქმის ხარჯზე მე ვინარჩუნებ ჩემს ნარცისულ მთლიანობას და წონასწორობას და არ მაინტერესებს ის ადამიანი როგორც ცალკე ადამიანი. და ხშირად, ანუ რეალურად ძალიან მწვავე პრობლემებს და დესტრუქციას ესეთ ადამიანთან ურთიერთობა ქმნის, როცა მაგალითად ხო პერვერსია რეალურად ხო რომ ავიღოთ ესეც რაღაცა მარტივად რომ გავმარტოთ პერვერსია შეიძლება ავიღოთ როგორც ფსიქიკური სტრუქტურა ხო ანუ ნევროტული ანუ ჯამრთელი ფსიქოტური და პერვერსიული სტრუქტურა რომელიც ხო პერვერსიული სტრუქტურა რომელიც აი ამ აკრძალვის მიღებასთან მოკლედ აღარ წავიდეთ ახლა იმიტომ რომ ეს ცალკე რაღაცა ძალიან დიდი მიმართულება არის სექსუალობაში მაგალითად პერვერტი ადამიანი ხო ანუ შეიძლება ვლინდებოდეს ძალიან მწვავე სახით გამოვლენილი სადიზმი მაზოხიზმი შეიძლება ფეტიშიზმი ანუ რეალურად ამ კუთხით მეორე ადამიანი დაყვანილი იყოს ფეტიშზე ობიექტივირებული იყოს, ანუ მისი პიროვნება აბსოლუტურად უგუებელყოფილი იყოს. ანუ აღვიქვა როგორც ჩემს ფეტიშს, მაგალითად, აი შეიძლება სათამაშოს, ჩემს საკვებს რაღაცას. ხო, საკვებს გულისხმობ ჩემ ნარცისტული ის რო და აი ესეთი პერვერსიული გამოვლენა ერთი კლასიკური გაგებით, რომელიც შეიძლება იყოს მაგალითად სექსუალურ სფეროში და ხშირად ნევროტიკი სუბიექტი ქალი იქნება თუ კაცი არა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ პერვერტი შეიძლება ქალიც იყოს და კაციც იყოს, ხო? ხშირად შეთრეული ხდება ხოლმე ისეთ ურთიერთობაში, რომელიც უკიდურესად ტრავმატული არის შემდგომ და მას ჭირდება არ ვიცი რაღაცა ძალიან რთულად გამოდის მერე და აკეთებს საკუთარი თავის დაბრუნებას რა. ამიტომ პერვერსიულ ურთიერთობაში ხო ეს შეიძლება იყოს სექსუალური კუთხით, აი მაგალითად ამის ძალიან კარგი ეკრანიზაცია არის ანეკეს პიანინოს მასწავლებელი, როდესაც არის პერვერტ ქალზე და სხვათა შორის მანდ ჩანს ასევე მისი პათოლოგიური ურთიერთობა დედასთან, ხანში შესულ დედასთან, ისინი ერთ საწოლში ძინავთ დედა-შვილს. აი ესეთი ნოლი სეპარაცია, როდესაც დედამ თავისი შვილი დაიტოვა თავის ფეტიშურ ობიექტად რეალურად და ამ ქალს რა თქმა უნდა აქვს პრობლემები ურთიერთობებში. და ერთი კუთხით შეიძლება ეს იყოს ესეთი სახით, რომ შეთრეული იყოს მაგალითად ისეთ თამაშებში
სხვადასხვანაირში რომ ვერ გაუძლოს. შეგატყუებინებ, ბოდიში შეთრეული იყოს, როცა ვამბობთ. ეხლა სულ მინდა რომ ვთქვა ხოლმე და რამდენად სწორად ვფიქრობ. ვინც შეითრიეს მასში რომ არ იყოს რამე ისეთ ხო არ შევა იმ ყველაფერში იმ ადამიანთან ერთი წამითაც კი ხო არ გაივლის. ხო. შეიძლება ერთი წამით გაიაროს, მაგრამ მალევე გამოვა იმ ყველა, ანუ ვერ შეითრევენ ესე მგონი. ძალიან საინტერესო მომენტი აღნიშნე შენ, იმიტომ რომ რეალურად ფროიდი იყო, რომელმაც პირველად თქვა, რომ ყველა ადამიანში არსებობს პოლიმორფული პერვერსიულობა. ანუ რას ნიშნავს, ხომ? მას აღწერილი აქვს, თქვათ ესეთი რაღაცა მომენტები, ელემენტები ყველა ადამიანის სექსუალობაში, მაგალითად, რომელიც შედგება სადისტური, მაზოხისტური, თქვათ ექსიბიციონისტური, ვუაერისტული, ფეტიშტური, ისეთი კომპონენტებისგან. ეს არის ამის ნაწილი, მაგრამ რეალურად ნახე რა ხდება, ნევროტიკი ადამიანი ამას განდევნის. აი, როგორც მაგალითად, ხო, აკრძალვა არის მაგალითად მკვლელობა. ეს ხო არ ნიშნავს, რომ მე აგრესიისგან თავისუფალი ვარ, ჩემში არის ეს უბრალოდ იმისათვის, რომ მე ჩავეწერო სოციოკულტურულ წესრიგში, მე ვიცი, რომ ეს არ უნდა გავაკეთო და ეგეთი უმიდან ედლის სახით გამოხატული აგრესია მე განდევნილი და აკრძალული მაქვს და ვემორჩილები ამას, ხომ? იგივეა მაგალითად ინცესტზე. არასოდეს ადამიანი ამისგან თავისუფალი არ არის, ესე ბუნებით რომ ავიღოთ, მაგრამ აქ მთავარი რა არის, რომ მოხდეს ამის განდევნა, რომ რეალურად ხო სოციუმში არსებობს რაღაცა წესები და კანონები, რომ თუ გვინდა სოციუმის ნაწილი ვიყოთ, ჩვენ იძულებული ვართ, რომ მოვერგოთ რაღაცებს. ამის გარეშე შეუძლებელია, ხო, ცხოვრება, მაშინ წადი და მარტო იცხოვრე რაღაცა, განდეგილი იყავი. და მაგრამ ხო აქ ნახე კიდე, მოდი კარგად ჩავიდეთ, მაგაში ძალიან საინტერესო დარწმუნებული ვარ, რომ კითხვებიც იქნება მაგაზე, რომ არ არსებობდეს სოციუმის წესები. მე რო დავიბადე, მაგალითად მე ან ვიღაცამ არ ვიცი. არასდროს არ ქონით რომ არ ვერ ვიხსენებ ხა ვიღაცის მოკვლის სურვილი მქონია თუ არა 100%-ით ვერ ვიტყვი. ვიღაცამ იგს მქონცა. და არასდროს არ გაჩენია ვიღაცის მოკვლის სურვილი, ანუ მასში ეს დევს, მაგრამ რაღაც უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში ისეთი, რომელიც ამ ყველაფერს გააღვიძებს. და სოციალურ ნორმებს გადააბიჯებინებს, ანუ რას ვამბობ, იცი, სოციალურ ნორმები არ არსებობდეს. ყველა ვარიანტი ხო არ მოხდებოდა. ხო და იქნებოდა ანარქია? იქნებოდა ანარქია. ხო და მე მგონია, რატომ მგონია, რომ არის, აი ინცესტი მაგალითად, რო არ იყოს სოციალური ნორმა, რომ ინცესტი არის აკრძალული, ხო? თუმცა არსებობს რაღაც ქვეყნები, სადაც არსებობს ქვეყნები, სადაც ეს უფრო მუსლიმანურ კულტურაშია, სადაც თქვათ ბიძაშვილ და იდაშვილ, მამიდაშვილთან არის, მაგრამ არ არსებობს წყობა, მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში, რომ ნორმა იყოს დაძმას შორის. ხო, ალბათ არ არსებობს და არ ვიცი არც მე შეგვიძლია გადავამოწმოთ, არ ვიცი. მაგრამ რატომღაც არ ვიცი, შეიძლება ჩემი ბუნები დამსჯელობ უბრალოდ ეს არაფერზე დაფუძნებული არ არის, მაგრამ რომც არ არსებობდეს სოციალური ნორმები, ანარქია, ინცესტი არ იქნებოდა უფრო მაღალი პროცენტით ვიდრე არის ახლა. ვერ ვიტყოდი მე, იმიტომ რომ რეალურად სოციალური ნორმები ქმნის აკრძალვას, ხომ? ამ აკრძალვაზე ვარ მე კონსტრუირებული, ამის მიღებაზე ვარ. და მე მაგალითად ფსიქოტიკი რომ ვერ იღებს აკრძალვას, იმიტომ შეიძლება შევიდეს ინცესტში. შეიძლება ფსიქოტიკმა მამამ საკუთარ შვილთან დაამყაროს სექსუალური კავშირი, ხო? პედოფილია რა არის? ხო, რაც უმძიმესი არის ესე თავისი ბუნებით, მაგრამ რატო ხდება ადამიანი, ხო? იმიტომ რომ მან ვერ გადაამუშავა საკმარისად კარგად მისმა ფსიქიკამ ამა თუ იმ მიზეზების გამო ვერ გაიშინაგნა ეს და ვერ კონსტრუირდა ესე ამ აკრძალვის გარშემო. სოციალური ნორმების აკრძალვის გარშემო ზე ამბობ? კი, და აი ამ სოციალურ აკრძალვის წარმომადგენელი, ასე ვთქვათ, ხო, სახლში არის ზუსტად აი ლაკანიც რაც ვახსენე, ხო, მამის ფუნქცია და მამის კანონი, რომელიც
რეალურად დგება თქვათ დედაშულს შორის, ხო. რომ არა, აქ არსებობს სხვა, აქ არსებობს ჩარჩო, აქ არსებობს რაღაცა ნორმა და ასე შემდეგ. და ამიტომ რომ არ იყოს აკრძალვა, რომ დაუბრუნდეთ ამას, რატო ვფიქრობ ესე რა, რომ ადამიანი თავისი ბუნებით, ხო, ანუ ძალიან ბევრი ცუდი მხარე აქვს ადამიანის ბუნებას, სამწუხაროდ. იმიტომ რომ ესე ვარდისფერი ადამიანის ფსიქიკა, რომ აი მხოლოდ სიყვარულზე დაფუძნებული არ არის. მეტიც, ხო, ანუ მაგალითად შეიძლება ისიც ითქვას, რომ ვთქვათ, სიყვარულს უკან სიძულვილი აქვს. იმიტომ რომ თუ რაღაცა შერწყმა მაგალითად ადამიანის ფსიქიკაში, რომ შერწყმულ მდგომარეობაშია და რაღაცა გარე სტიმული ამ ჩემს შერწყმას დედასთან, სადაც რეალურად დედის წიაღში როგორც 64-ში ისე ვიყავი და არის, შეიძლება ითქვას, რომ სრული ტკბობის მდგომარეობა, ხო? რაღაცამ გარე სტიმულმა შემიშალა ხელი. რაზეც მე მაქვს გამომიყვანეს იმ მდგომარეობაში. გამომიყვანეს და მე მაქვს ამაზე აგრესია. ხო. მაგრამ მე რო გამოვალ აქედან, შემდეგ სიყვარულით ვეცდები, რომ თქვათ, ვიპოვო ისეთი ობიექტი, რომელიც მე მიყვართ. ხო. ამიტომ ხო, ვერ ვიტყვით, რომ ადამიანი ესეთი რაღაცა ესე ვერ შევხედავთ. უმციკლო არის, ამიტომ რომ არ არსებობდეს რაღაცა ჩარჩო და რაღაცა წესი და რაღაცა კანონი. ხო, ალბათ მე ახლა რო ლაპარაკობდით, ამ ვფიქრობდი, რომ ალბათ ჩემ გონებას უჭირს აღიქვას, რომ არ არსებობდეს წესები და კანონები, თქვათ პედოფილია იქნებოდა უფრო მაღალი მითი დოზით და ადამიანები ადამიანს მოკლავდნენ, მაგრამ სხვადასხვა ახლა გამახსენდა ფილმი განკითხვის დღე ქვია, თუ რაღაც არის ჰორორი ფილმი არის, ამერიკული ფილმია, სადაც არის ეგეთი წესი, რომ წელიწადში ერთხელ ამერიკაში, ვითომ ფანტაზიაში არის დღე, როდესაც დგება განკითხვის ხამე და ადამიანები გამოდიან და ერთმანეთზე ნადკლავენ რა, მოკლედ რა. და სხვადასხვა ძალიან საინტერესო დასაკვირვებელი არის ესე რომ შეხედო რა, ძალიან ცუდი საყურებელია რა თქმა უნდა კლავენ ერთმანეთს, მაგრამ როგორი ჩენს აი ადამიანის ეგ ფარული ბნელი მხარე, როგორ გამოდის წინ, რომ ყველაფერზე წამსვლებიანი და რატო გააკეთეს ეს ძალიან საინტერესო იყო, რომ ამისი მთელი შინაარსი არის, რომ ექსპერიმენტები ჩაატარეს და რამოდენიმეჯერ რომ გააკეთეს ეს განკითხვის ღამე, აგრესიის და კრიმინალის დონე შემცირდა, იმიტომ რომ ვისაც რა აგრესია უგროვდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში, იმ ღამეს მოკლედ ეს ყველაფერი ამოდიოდა ზემოთ რა, ну კატასტროფა არის, მაგრამ ხო, ეხა გამახსენდა უცებ ძალიან დავაკავშირე მაგ ყველაფერს. ხო, იმიტომ რომ აი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი არის, ეხა ამაზე გამახსენდა რაც ახსენე, დოგვილი, თუ გაქვს ნახე. კი. ხო, ანუ აი დოგვილი ჩემი აზრით არის შუქის მინათება ადამიანის ძალიან ბნელ მხარეებზე. ხო. და ხო, ამიტომ რავი, აი მარტივად რომ შევხედოთ აი რაღაცა ძალიან ბანალურ სიტუაციაში, ხო? ადრე სიტყვაზე ავტოს, ანუ მანქანით რომ დადიოდა, რა წითელი რისწი, აი არა, რაღაცა არა, ღვედი არაფერი, ხო? არა წესი. ხო. როგორც კი შემოვიდა, რომ ამაზე დაჯარიმდები, რაღაცა ესეთი აკრძალვა, ადამიანმა ეს გაიკეთა და დავალდებულდა მაგალითად რომ ეზრუნა სხვისი უსაფრთხოებისთვის. მე რომ ვიცი დღეს რომ მაგალითად ნასვამი არ უნდა დაუშვდეს საჭესთან, იმიტომ რომ ერთი რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნი და მეორე სხვის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შევუქმნა, ამ აკრძალვამ ამაღებინა ეს პასუხისმგებლობა, რომ მე მეზრუნა საკუთარ თავზეც და სხვაზეც. ხო? რომ არა ეს გვახსოვს რა ხდებოდა. აი მარტივი ბანალური მაგალითია. ზუსტად და სხვა შორის ყოველთვის ეგ მქონდა პირველად რომ შემოვიდა ეს წესი და რომ აჯარიმებდნენ ღვედის გაკეთებაზე. მახსოვს მამა ჩემს უთხრეთებას თქო რომ რა სასაცილოა თქო რა რომ ჯარიმის გამო იკეთებ ღვედს და იმის გამო არ იკეთებ ღვედს რომ შენი უსაფრთხოება დაიცვა. სხვისაზე აღარ მაქვს უკვე ლაპარაკი, შენი რომ დაიცვა. ხო, მაგიტო კი. ხო, მაგრამ მაინც აი ხო გეუბნები, ჩემთვის ალბათ მაყურებელთვისაც ეგრე იქნება, რომ ბევრისთვის რომ იმდენად რაღაცნაირად იკეტება უცებ რა, რომ რანაირად შეიძლება ადამიანი ეგეთი იყოს, რომ ეს მოხდეს და მაგიტო შემოვედი მოკლედ ამ დიალოგში. ხო, ანუ აი მარტივად რო ვთქვა, შეიძლება ასეთ შევხედოთ, რომ ეს ფსიქიკური სტრუქტურირებისთვის
არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ ადამიანმა შეძლოს რაღაცა ჩარჩოებში და რაღაცა წესებში ჩაჯდომა. მაგრამ მერე რომ იმისათვის რომ ჩემი ფსიქიკა იყოს ნევროტული, ანუ ჯანსაღი მაგალითად რა, ეს სჭირდება ფსიქიკას. მაგრამ მერე რო გავიზრდები, მე უნდა ვიპოვო ადამიანმა ჩემი სურვილი. მე როგორი ვარ, მე რა მინდა და ასე შემდეგ. რა იყო იქ ზედმეტი და რა არ იყო ზედმეტი. მაგრამ ის რომ ეს ბაზა არ არსებობდეს, არ გამოდის. არ გამოდის. ხო. კი ბატონო. ხო, ნუ ეს კონტროლი და ტოქსიკურობა, რასაც ეძახიან დღევანდელ დღეს, რო ჩდება, რომ უსასრულოდ ციკლში გადადიხარ ბოლოს და ნუ მოკლედ აი გავაკონტროლებ, იეჭვიანე, ყველაფერი გავაკეთე და უკვე შევედი ილუზიების ნგრევაში. ანუ გაუფასურდა ეს ჩემი ურთიერთობა, გაჩნდა სიძულვილი, დავინახე სარკესავით დაანათა ჩემსასაც და იმასაც ყველაფერმა და რატომ არის მნიშვნელოვანია ეს სიძულვილის ასპექტი, რომ შემოვიტანოთ აქ რა მნიშვნელობა აქვს სიძულვილს. ხო, აი აქაც სადღაც იგივეს გამეორება მოგვიწევს, რომ სიძულვილი არის ის, რაც მეხმარება სეპარაციაში. ხო. მეხმარება ჩემს ინდივიდუაციაში. ამიტომ აი ძალიან მარტივი, ანუ ასეთი ყოფითი მაგალითი რომ მოვიყვანოთ რა. და ისევ წავიდეთ აი ვთქვათ მოზარდობის პერიოდზე, ხო? და ხო, ნუ ზოგადად იმაზე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ყველა ზრდასრული ადამიანი ძალიან ბევრ ინფანტილურ, ძალიან ბევრ მოზარდობის პერიოდს ყველაფერს ვატარებთ თან ზრდასრულ ცხოვრებაშიც. ამიტომ ის რაც მაგალითად ითქმის რაღაცა სადღაც ადრინდელ ბავშვობის პერიოდზე, ის რაც ითქმის მოზარდობის პერიოდზეც, დღესაც აქტუალური შეიძლება იყოს ზრდასრული ადამიანის ფსიქიკაში. და აი მაგალითი რო ავიღოთ იგივე ეს მოზარდობა რა. მოზარდს სჭირდება მშობელი, რომელიც ყველაფერზე კი არ დაუსხავს ხელს, კი შენ როგორც გინდა, კი აბა როგორ ისე გეწყინება, ესე გაგიხარდება, მოგერგები. რატო არის რთული? ერთი შეხედვით ხო კარგი არის, რომ რაჯობს ეგეთ მშობელს, ხომ? რომ აი ყველაფერს მისრულებს და იმაზე მომყვება რაც მე მინდა. სიყვარულია, გაგება არის, ის არის, ეს არის. კი ბატონო, ერთი შეხედვით არის ძალიან კარგი, მაგრამ მოზარდს, ანუ რაზე გაბრაზდეს მე? ანუ რაზე მას ხო სჭირდება რაღაცა რაზეც გაბრაზდება და წამოიღებს. და თუ მშობელი ამას თავისი მშობლური პოზიციიდან ამის საშუალებას არ უტოვებს, ის ხელს უშლის რომ სეპარირდეს მისგან და ის ხელს უშლის რომ იყოს თავისუფალი ინდივიდი და ხელს უწყობს იმას რომ ჩემს კალთას დარჩეს მოგვერებული. ამიტომ აქ ეხა ის კი არ არის რომ რაღაცა მშობელი ის იყოს რაღაცა სასტიკი და ისეთი. არა, აქ არის უბრალოდ საუბარი რომ მშობელს უნდა ეჭიროს მშობლის პოზიცია. რაღაცა არის. შეიძლება რაღაცა წითელი ხაზები არსებობს. შიგნით კი ბატონო თავისუფლებაა, მაგრამ სადღაც რაღაცა ჩარჩოებია და მოზარდიც ამ ლიმიტებს სინჯავს. როგორ გაუძლებს ჩემი მშობელი, რომ მე რო გადავუკვეთავ წითელ ხაზს, თან ვაკვირდები, აბა რას იზავს აქ. თან ეშინია, მაგრამ თან უტესტავს ამას და მას სჭირდება მოზარდს, რომ მშობლის მხრიდან იყოს სიმყარე. რომ მშობელი არ ჩამოინგრეს და გაუძლოს მის აგრესიას. ამიტომ ეს ახლა რო გადმოვიტანოთ, ხო? ურთიერთობებში. ამიტომაც სიძულვილი ხანდახან ასრულებს ამ სეპარაციის როლს. წყვილის ურთიერთობაში. და თან მან ხო არის რომ აი რაღაცამ რომ მოხდება, ხო, რომ შეგძულდება. უბრალოდ აი სიძულვილი, აი მაგრამ აი აქ დავამატებ. ნახე? აი ეგ რა, ზუსტად მაგაზე გამახსენდა, რომ შეგძულდება, ხო? მერე უფრო გიყვარდება. ხო. ანუ შენ თუ გაუძლებ ჩემს შემოტევას და შენ არ ჩამოინგრევი, მაშინ მე შენ უფრო მეტად მეყვარები. ამიტომ აქ ხდება რა, ანუ გაცალკევება ხდება, ანუ წყვილში, ხო, მეორე ადამიანი უფრო მეტად არის სხვა, ჩემგან განსხვავებული რეალური მყარი ობიექტი და რაც უფრო მეტად თავისი თავი არის, რაც უფრო მეტად მყარია,
მით უფრო მიყვარს. ამიტომ ამას შეიძლება მოსდევდეს უფრო დიდი პატივისცემა, სიყვარული და უფრო მეტად ჯანსაღი ურთიერთობა. ხო. როცა ეს იქნება გადალახული. კი, მაგ შემთხვევაში ხა კარგი სცენარში უბრალოდ პარტნიორი უნდა იყოს ძალიან ჯანსაღი. ნუ ხა ძალიან ჯანსაღი ესე არავინ არ არსებობს. მაგრამ ხო მიხდება სამოი. წყვილმა უნდა გაუწოს ამას. კი. ხო, იმიტომ რომ რთულია საკმაოდ რა, ეგეთი რაღაცა, ნუ მე ვამბობ ხოლმე ესეთ რაღაცას და აი მითხარი რამდენად შეიძლება ფსიქოანალიზში საერთოდ ეს ჩემი მოსაზრება არსებობდეს. მე მგონია ესეთი რაღაც რომ სიყვარული სანამ ბოლო ეტაპზე გადავალთ, ვიტყვი. სიყვარული არის მდგომარეობა. ამ მდგომარეობაში თუ ჩავარდი ხარ რა. აი ესეთი ის მაგ ჩემი ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე რა. და თუ დაშორდი ადამიანს, მაგალითად აღარ ხარ მასთან ურთიერთობაში, მე ვამბობ ხოლმე რომ ის ადამიანი თუ შენ ამბობ რომ ის ადამიანი აღარ გიყვარს, როგორც ადამიანი, ესე იგი არც არასდროს არ ყვარებია ის. თუ შენ ამბობ რომ აუ რაღაცა, მე არ მყარე, ანუ აღარ მიყვარს, ესე იგი არასდროს არ ყვარებია, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ თუ მე შენ შემიყვარდი როგორც ადამიანი, სულ მიყვარ ხარ. აღარ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ურთიერთობაში. თუ შემიყვარდი როგორი რაც ხარ შენ და არა ჩემი ფანტაზმის სუბიექტი, ხო, ანუ მაშინ ეგ არის სიყვარული. კი, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად მართლა ესე დამანახა ცხოვრებამ, რომ შეიძლება შეგიყვარდეს ადამიანი და დაინახო ზუსტად ისეთი როგორც არის და დაშორდე. და აღარ იყოთ ერთად, მაგრამ იმ ადამიანის მიმართ სიყვარული მაინც არ ქრება. არ გიყვარს როგორც ობიექტი, რომ საპირისპიროდ იგივე სქესის არ აქვს მნიშვნელობა, სასიყვარულო ობიექტი აღარ გიყვარს და რაღაცა ნება და ასე შემდეგ. მასთან აღარ გაქვს, მაგრამ გიყვარს რა ადამიანი, გიყვარს და ვсё დარჩა შენშია უკვე. ეგრე ვაკვალიფიცირებ, ასე ვთქვათ, მე სიყვარულს რა ზოგადად, ხო? და ის პარტნიორულ ურთიერთობაში სიყვარული აი ეს მთელი ქარგორბალა, ეხა ჩვენ რაც მოყავით ეს ყველაფერი ხდება, მაგრამ აი სულ რო გამოგეკო რომ დააშორე ესე კარგად მოხვეტო, მგონია რომ ეს სიყვარულის წერტილი საბოლოო ჯამში ეგ არის რა. კი, მეც მგონია რომ ხო, ანუ ხო, სიყვარული ძალიან ფართო რაღაცა ისეთი ის არის გაგება, ჩემთვისაც, ანუ ვერ დაიყვანება რაღაცა მაგალითად, მაინც და მაინც მიყვარს მაშინ, როცა მაგ თქვა სასიყვარულო ურთიერთობა, რომ შეიძლება მიყვარდეს როგორც ადამიანი, ხო? და როგორც რაღაცა ფსიქიკა ვერ დაიყვანება რაღაცა კონკრეტულ ჩარჩოზე და ვთქვათ კონკრეტ ტვინზე სიტყვაზე, ხო? და რაღაცა ძალიან ისეთ განზომილებებზე, ჩემი აზრით ეგ არის სიყვარულიც, რომ ვერ დაიყვანება მაინც და მაინც რაღაცა იმ კონკრეტულ მომენტზე. თუმცა არსებობს, რომ ადამიანებს მართლა ზულთ მერე მთელი ცხოვრება ერთმანეთი, ესე იგი არ ყვარებიათ. მე მგონია რომ ხო არ ყვარებია. იმიტომ რომ რაღაცა სადაც არსებობს, მერე რჩება რაღაცა მისი ნაწილი რჩება. უეჭველად და შეიძლება გაიყოს ცხოვრება, ხო არასდროს არ შეხვდი, არასდროს არ ნახო. საერთოდ არ იცოდე რა საკეთებს როგორ არის, მაგრამ აი როგორც გაგახსენდება, იმ წამს სითბო გეღრება გულში, სითბოთი იხსენებ და ესე იგი მართლა გიყვარდა კი არა, გიყვარს და ანუ მაშინაც იმ მომენტში სიყვარული იყო თქვენ შორის რა, ეგეთი შეგრძნება მაქვს მე პირადად რა, ესე მგონია რომ ეგ არის რეალურად მართლა აი ხანდახან მართლა ვერ ხვდები ხოლმე რომ მიყვარდა. ანუ რას ნიშნავს გიყვარდა? მე ურთიერთობა მქონდა, შეგიძლია თქვა, მაგრამ მიყვარდა წარსულში წარმოუდგენელი. ხო, იმიტომ რომ რეალურად ხო რას უზავი იმას, რაც იყო განცდილი, ხო, ანუ რაც გაზიარდა იმ სიახლოვეში, იმ ინტიმურობაში, ანუ ესე ხო შეიძლება ვერ გაქრეს, ხო, მთლად უყვალოთ. შეიძლება ფორმა შეიცვალოს, შეიძლება რაღაცა საერთოდ სხვადასხვა ცხოვრებით გააგრძელოს ადამიანებმა ცხოვრება და სხვები ყავდეთ ორივეს, მაგრამ რაღაცა ყოველთვის არის შესაძლებელი, რომ ის არსებობდეს ის რაღაცა კვალი, რაც განვითარდა ჩვენ შორის. კი ბატონო. და იგივე შეიძლება ითქვას მეგობრობაზეც, რომ
რომ ბევრი მეგობარი არის ხო, რომელიც ერთად არიან, მე აღარ არიან, იშლებიან მეგობრობა აღარ არის, მაგრამ აქაც მეგობრობდი შეიძლება თქვა, მაგრამ მიყვარდი, ანუ არა, თუ მიყვარხარ, სულ მიყვარხარ. ესე იგი, თუ ოდესმე აღარ მიყვარხარ, მაშინ არასდროს არ მიყვარები ხარ. ხო, და აქაც ის არის, ხო, შეიძლება გიყვარს ადამიანი, იცი მისი რაღაცა ისეთი თუ ესეთი ასპექტები, მაგრამ გიყვარს მაგიანად. ნუ ეგეთია როგორიც არის და რაღაცა არსებობს, ხო, ანუ შეუძლებელია რომ რაღაცა ესეთი მაშინ არ ხარ ადამიანი ალბათ. კი, ხო, რაღაც ეს სიყვარულის აღწერაც, ხო? აი, აქ ამ თემასაც რო ვამუშავებდი, სულ მქონდა რომ სასიყვარულო ურთიერთობა კი არა, პარტნიორული ურთიერთობა, იმიტომ რომ სასიყვარულო ურთიერთობა, აი, მე ბოლოს დამთავრებით, ანუ სიყვარული დამთავრდა, არ მესმის რა, და აი, პარტნიორული ურთიერთობა დამთავრდა, უფრო მესმის, იმიტომ რომ პარტნიორული ურთიერთობა დამთავრდა, ხო? კი, რა თქმა უნდა, კი. კი ბატონო, და აი ბოლო თემა რაც არის, ეს არის ანკეს დავარქვი განკურნება თუ განმეორება, ხო? აი მოვიარე ეს ყველა დავინახე, შემძულდა, გაუფასურდა, როდის ხდება განკურნება და როდის ხდება განმეორება? როდესაც ვერ ხდება განკურნება, აქვს მუდმივ განმეორებას ადგილი. როდესაც თქვათ შეიძლება ისე მოხდეს, რომ რაღაცა ერთმა ურთიერთობამ ისეთი ფორმები მიიღოს, რომ იმ დაშლამ და დამთავრებამ და იმაზე გლოვამ მერე და განცდამ გამგურნოს და გამანთავისუფლოს, რომელიც მერე ადგილს დაუტოვებს სხვა რესურს გამიხსნის, სხვა ურთიერთობას დაუტოვებს მაგალითად ადგილს თუ შემოქმედს, რაც არ უნდა იყოს რა. ამიტომ, როდესაც გამეორება ხდება, მანამ სანამ არ მოხდება განკურნება. ხო, და განკურნებაც არ არის ადვილი. განკურნებას ახლავს ამოატრიალო შენი ცხოვრება და ჩახედო იმას რა, მაგალითად ადამიანი, როდესაც ეხო გინახავს ურთიერთობებში არის ხშირად, რომ მორჩება ურთიერთობა, გადახტება მეორეზე, გადახტება მესამეზე, ეგრევე, ანუ რაც მალე უკეთესი, რაც მალე გადავიტან ყურადღებას, მის ნაკლებად მეტკინება. ანუ ამით რას ვაკეთებ ადამიანი, ესეც არის რა თქმა უნდა, რაღაცის გამო ცხოვრებაში, რაღაცა ჩემი ფსიქიკური გამოცდილების გამო მე ვერ მივდივარ დანაკარგის გადამუშავებამდე. მე არ მაქვს უნარი გლოვის. იმიტომ რომ დანაკარგი აუცილებლად თავის თავში გულისხმობს გლოვას, უნდა გამოვიტირო და გაბუშვა. და მე ვხდები თავისუფალი, ხო? ის ფაზა რაც არის თავისუფალი. ეს გლოვა მარტო არ არის, რა თქმა უნდა, გარდაცვალებას როცა ეხება, თუმცა ესე რაღაცა პირველი აზრი მაგასთან არის ხოლმე, რომ აი გლოვა და გარდაცვალება რაღაც დაკავშირებული, მაგრამ გლოვას ადამიანები გავდივართ სხვადასხვა დანაკარგებზე. მე შეიძლება ვიგლოვო რაღაცა სამსახური შევცვალე. შეიძლება გამომიშვეს, მაგრამ შეიძლება ჩემინებით შევცვალე, სადაც მე დიდი ფსიქიკური ინვესტიცია მქონდა გაღებული და ის ჩემთვის ფსიქიკურად ღირებული იყო და ეს რომ აღარ არის, ეს არის დანაკარგი ჩემ ცხოვრებაში და მე უნდა ვიგლოვო და უნარი მქონდეს გლოვის. ამიტომ ურთიერთობა, რომელიც თქვათ დაიკარგება და მე ამას გამოვიგლოვებ და მე ამას გავუშვებ, ის გამეორება არ მოხდება, იმიტომ რომ ის ურთიერთობა თავის თავში სხვა ელემენტებს შეიცავდა, რაც ურთიერთობას არ ეხება, მაგრამ მე შეიძლება ურთიერთობის გავლით დღეს აწამყოში დავამუშაო ის, რაც ჩემს სარსულში იყო. ამიტომ ეგრე არის. მეორდება მანამ სანამ მოხდება განკურნება. ხო, ეს განკურნებაც შეიძლება აბსოლუტურად დახმარების გარეშეც მოხდეს განკურნება, რომ თუ შენ რას ვამბობ, იცი, აი თუ მაგალითად ჩემ პარტნიორს აღიქვავ, მე რაღაც მომენტში ხვდები, რომ აი რაღაც გაკვეთილი მიიღე და თქვათ სარკე იყო და ჩაგახედა იქ, სადაც შენ არასდროს არ ჩაიხედებოდი შენით. და აი დაგანახა ის და აღიქვი რა, ხო, და აი განკურნების ფორმაც ხო შეიძლება ეს იყოს. თავისუფლად, იმიტომ რომ რეალურად ხო მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოთერაპია ღრმა მართლა სიღრმისეული ფსიქოთერაპია და ანალიზი იქნება, ეს ვთქვათ კლასიკური თუ ესეთი ფსიქოთერაპიული ფორმით ძალიან დამხმარე არის და
ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გარეშე ადამიანს არ შეუძლია რაღაცეები თქვათ გადალახოს და გადახარშოს და გადაამუშაოს, რა თქმა უნდა. კი ბატონო. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, იმიტომ რომ კომენტარებს ვკითხავ მაყურებლისგან და სულ მაგას ვამბობ მეც, რომ მე პირადად ეხა პირველ რიგში მას ვიტყვი რომ ურთიერთობებზე როცა ლაპარაკობ ტოქსიკურ და რაღაცებზე არავის არ გამკითხავთ აქ, იმიტომ რომ თუ ვინმე ტოქსიკური ყოფილა, შეიძლება მე ყოფილიყავი პირველ რიგში ურთიერთობებში რა, ამიტომ ეგ არანაირად არ მიიღოთ და მეორე ის რომ მე თვითონ ძალიან ბევრი პროცესი გავიარე დახმარების გარეშე. ხანდახან კი ვიძახი ხომ და დათმარება მეთხოვა და ისე გამიარა თქო, მაგრამ ესეც შესაძლებელია, რომ აი უმოусმინე ხა ამ პოდკასტს და დაფიქრდი რა, გაანალიზე, რომ აი ეს დაინახე და დაიწყე შიგნი მუშაობა, ხო? ძალიან მისაღები ფორმა არის განკურნების ჩემი აზრით. კი, და ასევე შეიძლება ეს იყოს მაგალითად, ან რეალურად რო შევხედოთ, ხო? რაღაცაზე რო დაფიქრდები ადამიანი, აი ხო გინდება ხოლმე, რომ გააზიარო, ვიღაცასთან ილაპარაკო, აი მაგალითად ისეთთან, რომელთანაც იცი, რომ ესმის და გაიგებს ამას, ხომ? ანუ არის ეს სურვილი, რომ გაზიარებული იყოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ხანდახან არის, რომ აი მე ვიფიქრე, რაღაცა როგორ ვიფიქრე, აბა რა. მაგრამ შენივე ტვინი მოგატყუებს. ხო და ამიტომ ხო, რა თქმა უნდა, ეგრეც, რა თქმა უნდა, ვთქვათ, ფსიქოთერაპიის ჩართულობით, სადაც მე სიტყვაში, ანუ ლაპარაკი არის სიმბოლიზაციის აქტი, სადაც მე შემილია ვილაპარაკო ჩემს ცხოვრებაზე, ვილაპარაკო და სიტყვაში მოვაქციო, რომელიც, ანუ საუბარი, ხო, ანუ თერაპიას სხვანაირად talking cure, ხო? საუბრით განკურნება. როდესაც მე შემილია ეს ყველაფერი გავაზიარო მეორე ადამიანთან, რომელიც რა თქმა უნდა რაღაცა შესაბამისი კვალიფიკაციისა და ასე შემდეგ. კი ბატონო. ამიტომ არასოდეს არ არის, რომ რაღაცა ერთი არის ჭეშმარიტება ცხოვრებაში. არასოდეს, კი ბატონო. ძალიან მრავალფეროვანია ეს ცხოვრება, იმისთვის რომ ერთი იყოს ჭეშმარიტება. და ბოლო კითხვას კითხავ, ეს არის ტრადიციული კითხვა, ყველა სტუმარს ვეკითხები. თუ საკუთარ თავს წარმოგიდგენ ისე, რომ არ ახსენო შენი პროფესია, ეთნიკურობა, ეროვნება, ბიოგრაფია, ჰობი, რელიგია, ასე შემდეგ. აი, ყველაფერი ზიარლიყები, რაც ყოველდღიურად ადამიანები ვიყენებთ ხოლმე ცხოვრებაში, როგორ ამიღწერდი და წარმოგიდგენდი შენს თავს? აი პირველი უცბად ეს თავისუფალი ასოციაციით რაც მოვიდა ჩემთან არის ცნობის მოყვარე ადამიანი ვარ. ყველაფერი მაინტერესებს, სულ ყველაფერი. და ალბათ აი ეს არის რაც მქმნის ადამიანად. ეს არის რაც თქვათ ეს ცნობის მოყვარეობა, რამაც თუნდაც აქამდე მომიყვანა. რაც ხო რისი ინტერესიც მაქვს და კვლევის სურვილი. და ალბათ ესე ერთი სიტყვით ესე ავღწერდი, ცნობის მოყვარე. მადლობა ძალიან დიდი. უსაინტერესო ეს იყო ჩემთვის ეს საუბარი. მაყურებელს ვეტყვი რომ თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ ცოდნის მოყვარე პოდკასტი, გამოიწერეთ, აუცილებლად შეამოწმეთ რომ ზარის ღილაკს გქონდეთ დაჭერილი ხელი. თუ ჩათვლით რომ ეს ეპიზოდი იქნება საინტერესო თქვენი მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის ნათესობით გაუზიარეთ, მე მგონია რომ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა. ანკო, ალბათ კიდევ ბევრჯერ გიხილავ პოდკასტში. მადლობა კიდევ ერთხელ. პირიქით, მადლობა შენ, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც.